მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ქართული ოცნების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის მიხედვით ყველას, ვინც უკანონოდ ჩათვლის და არ გადაიხდის პოლიციელის დაუმორჩილების ან თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილი ჯარიმას ციხეში მინიმუმ 30 დღით გაუშვებენ. ოცნების მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად გზის გადაკეტვის გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით გამოწერის შემთხვევაშიც ყველაზე მკაცრი სანქცია ციხე იქნება. ოცნების ახალი კანონი ძალაში სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შევა. მოკლედ კვირა არ გავა რომ ოცნებამ კანონი არ გაამკაცროს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი პირველი სტუმარი იქნება ეკა ბესელია, ოცნების ყოფილი წევრი და დეპუტატი და ბუნებრივია ჩვენ ასევე შევეხებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემას. გუშინ იცით 8 პარტიამ განაცხადა ცალსახად რომ არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, დარჩენილი ორი პარტიის პოზიცია გახარიას და ლელოსი. დღეს ჩვენ იმ პარტიების წარმომადგენლებს მოусმენთ, ვინც არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მე ველოდებით ლელოსაც და გახარიასაც ბუნებრივია, დღეს არ გამოვიდა სამწუხაროდ მათი სტუმრობა. მივესალმები ეკა ბესელიას, გამარჯობა. გამარჯობა მერაბს. ეკა თუ გესმის ჩემი? კი, მესმის და მივესალმები მაყურებელს. გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და დავიწყოთ ოცნების აი ამ საკანონმდებლო ეს არ არის პირველი საკანონმდებლო ცვლილება გამკაცრებისკენ და ამას რას დაარქმევდით თქვენ, როგორც ადამიანი, ვინც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყავით ოცნების პირობებში? მერაბ, ეხლა რაც ხდება, არ მესმის სტუდიაში სამწუხაროდ. რაც ეხლა ხდება? კი ბატონო, ეხლა ისმის, გისმენთ? დიახ, რაც ხდება კანონმდებლობის არა მარტო გამკაცრების, არამედ კონსტიტუციურობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენ ვხედავთ როგორ ავტორიტარულ რეჟიმს როგორ ჭირდება სასტიკი კანონები. მე ეს მაგონებს წინა პერიოდს, წინა რეჟიმს, როდესაც კანონების გამკაცრებით ხდებოდა ადამიანების დაშლა და დაშინება. იმდენად სწრაფად იღებენ ასეთ არაკონსტიტუციურ კანონებს და რატო არაკონსტიტუციური ამას მოკლედ ავხსნი, რომ სიჩქარეში აი გამორჩათ, რომ როცა დახურეს ისევ სასამართლო პროცესები, რომელიც გავხსენით ჩვენ 2013 წელს, მაშინ მე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობდი და ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ ეს კანონი სწრაფად მიგვეღო და გაგვეხსნა სასამართლო დარბაზი. ამ სიჩქარეში გამორჩათ, რომ აუდიო ჩაწერაც თურმე უნდა აეკრძალა და აი დღეს დაჩქარებული წესით ეხლა ამ ცვლილებას იხილავენ. აი წარმოუდგენელი უპატივცემულობა კანონის დამოკიდებულების, მოქალაქეების, კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის არ შეიძლება სასამართლო დარბაზების მედიისთვის დახურვა. ეს არაერთხელ თქვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ხო ის მძიმე წარსულია, რომ საიდანაც გამოვედით და რომლითაც ოცნება თავს იწონებდა და ამბობდა, რომ არ ემსგავსება წინა რეჟიმს და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო მაშინ სასამართლო პროცესების მედიისგან იზოლირება, დახურვა, ადვოკატებისთვის ხელის შეშლა, რაც დღეს ხდება, დაცვის უფლების დარღვევა, პოლიტიზირება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და იმდენად სწრაფად ამკაცრებენ ამ კანონებს, აი მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება თუ მოქალაქე ვერ იხდის 5000 ლარიან ჯარიმა. წარმოგიდგენიათ? ჯერ ამ ხელა ეს 5000 ლარი, ხო? რამდენჯერ არის დაჯარიმებული ერთ და იგივე მოქალაქე. უბრალოდ არ აქვს ამის გადახდის საშუალება ადამიანებს და იმის გამო რომ ვერ გადაიხდის ამ მოქალაქე ამ ჯარიმას, შენ აპატიმრებ. ეს ყველა ნორმას ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის. ეს ფუნდამენტურ უფლებებს ეხება ადამიანის უფლებების და აი არ ვიცი, არაფერი შემაკავებელი აღარ აქვს პარლამენტს, რომელიც ფორმალურად არსებობს, არაფერი არ აკავებს ოცნებას, რომელიც ვერ იტანს ეხლა საპროტესტო განწყობას და აი არ ვიცი რომ მიუშვათ, ალბათ ეხლა ცოტა ხანი შეიძლება ახალი კანონპროექტი შემოიტანონ, როგორ დავხრიტოთ მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე დადიან და შემოიღონ სასჯელის ზომად ადამიანების სიკვდილით დაშლა. არ ვიცი, აი კიდე რა შეიძლება გამაოგნებელი აკეთონ. აი ჩემთვის წარმოუდგენელია უკვე აი ისეთი ტემპით ხდება კონსტიტუციის გადაბიჯება,
მათ შორის მე მახსოვს, როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობა შევამცირეთ ჩვენ 60 დღე იყო ადრე წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს და ჩვენ შევამცირეთ დავიყვანეთ მინიმუმამდე. აი რაღაცნაირად ვეცადეთ, რომ ჰუმანური და ლიბერალური გამხდარიყო კანონმდებლობა და ამით ვიყავი მე პირადად დაკავებული მთელი ის წლები, მთელი 8 წელი და აი ჩემთვის წარმოუდგენელია მე რო ეს აი მე ფიქრა რომ ასეთ რამეს თავად ოცნება ჩაიდენდა და ზუსტად იდენტურად მოიქცეოდა და კიდევ უფრო მძიმეა ეხა მათი პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ეს ხო გავლილი გვაქვს ჩვენ და გავიდა უკვე 13 წელი და როცა 13 წლის შემდეგ შენ იღებ საბჭოთა კანონმდებლობას, ნუ აი ხა ამის პატიება არის წარმოუდგენელი და რისთვისაც კეთდება გასაგებია, ხო? აი რატო იღებენ ამას? იმიტომ რომ არ უნდათ პროტესტი ესმოდეთ. დღეს კალაძემ პირდაპირ თქვა როცა კითხეს რომ მოგწონთ ეს კანონი, როცა მედიისთვის იხურება სასამართლო, ანუ ხალხისთვის იხურება სასამართლო, ხო იგივეა, იმიტომ რომ თქვენ რასაც აშუქებთ ხო ამას ხალხისთვის აშუქებთ. მანუ პასუხა, აბა თქვენ მოგწონთ სასამართლოში რაც ხდება? და რაც ხდება სასამართლოში, ისაა რეალობა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩვენ ხედავთ რეალობას და რატო არ უნდათ რომ აჩვენონ ხო მოძალადეები და აპატიმრეს? ხო ამბობენ რომ ეს ხალხი დამნაშავეები არიან და აჩვენონ საზოგადოებას ეს დამნაშავეები და აჩვენონ მოწმეები, რომლებიც მოყავთ და მე ეს მოწმეები რო ამბობენ რომ არავინ არ დაუნახავთ, ვინ იძალა და არავინ არ არის მათთვის, ვინ დაუშავა რამე. ამის ჩვენება არ უნდათ. ამის ამოგმანვა უნდათ. ეს ხო ძალიან მარტივად გასაგებია, რატო აკეთებენ ამას და ეს უფრო აბრაზებს მოქალაქეს თუ აშინებს. კი, პირველ ეტაპზე შეიძლება ადამიანი დაიზაფროს, მაგრამ ეს გადაივლის და მერე ბრაზდება, მერე პროტესტი უფრო ძლიერდება. კი ბატონო, გავტო ეკა, თქვენ ახსენეთ აი სასამართლოს დახურვა და ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემა არის. ხო გვახსოვს ხა როგორ ამაყობდა ოცნება 2013-ში, მით რომ აი ჩვენ უფრო ჰუმანურები გავხდით. ამაყობდით, დიახ, მეც მათ შორის. გავხსენით ასე თქვა სასამართლო მედიისთვის და ეხა უკვე ნუ იმასაც აბრუნებენ, რაც მანამდე იყო და კიდევ ხო უარესებსაც იღებენ და აკეთებენ და თქვენი აზრით შეიძლება ამას ყველაფერს რეპრესიული კანონმდებლობა დავარქვათ, ოცნების მხრიდან რეპრესიების განხორციელება დავარქვათ, იმას არ მარტო კანონმდებლობას, არამედ რაც ხდება ეხა პარტიების ლიდერების ხედან ციხეში. ანუ ამ ყველაფერს რას დაარქმევდით სახელად? თქვენ უკვე სწორად გამოიყენეთ ტერმინი მერაბ, ეს არის რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი კანონები და მოპყრობა. ესეთი დამოკიდებულება არის პირდაპირ საბჭოთა მეთოდები უბრალოდ ცოტა მეტად გათანამედროვებული, მაგრამ ეს არის რუსული ხელწერა. ეს არ ახასიათებს არც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასე არ იქცევიან ის ქვეყნები, რომელთაც ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია, რომ მათ აქვს დემოკრატიული კანონმდებლობა. ეხლა რაც ხდება, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, უდანაშაულო ადამიანები ციხეში, სინდისის პატიმრები, აი უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს საპატიმროშია, სულიად უდანაშაულო ადამიანები და ამას ემატება რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის მიზანი არის ადამიანების დაშინება და დასჯა. კანონის მიზანი არ შეიძლება იყოს ადამიანის დაშინება. კანონი მიიღება ადამიანისთვის, მოქალაქის უფლებების დასაცავად და როდესაც შენ პარლამენტის როგორც ინსტრუმენტს იყენებ, შენივე მოქალაქეები როგორ უნდა დააფრთხო, დააშინო, პროტესტი ჩაკლა ამ გზით, ეს არის პირდაპირ ხელწერა ავტორიტარული მმართველობის და სამწუხაროდ ოცნება ზუსტად ამ გზას დაადგა. დიახ, მეც ვამაყობდი 2013 წელს, რომ ჩვენ იმ კანონებს ვიღებდით, იმიტომ რომ თავის დროზე სასამართლო როდესაც დაიხურა და როდესაც მე სასამართლო პროცესზე რო შევდიოდი როგორც ადვოკატი, ტელეფონსაც კი გარეთ ვტოვებდი, რაღაცა ყუთები მახსოვს. დაწნული ყუთები, რომელშიც ყრიდნენ ტელეფონებს ადვოკატები და ვხედავდი, როგორი ფორმალური გახდა სასამართლო პროცესები და 2007 წლიდან მე სასამართლო დარბაზიდან ადამიანი, რომელსაც ჩემ პროფესია ძალიან მიყვარს და ძალიან წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა მქონდა, ქუჩაში გავედი მაშინ მანიფესტაციებზე და 5 წელი ვიდექით ჩვენ იმ ბრძოლაში, რომ ეს დაგვემთავრებინა და აი 13 წლის შემდეგ უკვე შეცვლილი კანონები
ისევ გააუქმა ოცნების აი ამ შემადგენლობამ, რომელსაც არასდროს არ უბრძოლია ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმ ხალხზე, მე რა, ვინც არ იცის გემო რა არის სამართლიანობის, მათ არასოდეს ამისთვის არ უბრძოლია. ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი მიქანაძე განათლების მინისტრად დანიშნეს, ესეც. დიახ. ეს სიმბოლური აქტია ალბათ არ ვიცი. დიახ. ზუსტად იმიტომ რომ აი ხშირად თორსაც ამბობენ, რომ ისინი არიან უკეთესები ვიდრე ნაციონალური მოძრაობა, ჩემთვის მანდ ტოლობის ნიშანია. და ოცნებამ კიდე გადაასწრო იმ საშინელ წლებს, იმით რომ მათ შორის ამ ყველაფერს დაუმატა ქვეყნის ანტიდასავლური კურსი და საქართველოს ჩამოცილება ცივილიზებული ოჯახისგან და მიგვაქანებს რუსეთისკენ და ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს შეიცავს. და ბოლოს მოკლედ რომ მითხრათ თქვენი პოზიცია როგორია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? უნდა მიიღონ პარტიებმა მონაწილეობა თუ არა? რას ფიქრობთ ამ თემაზე? მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ არჩევნებს ხაფანგის ფუნქცია ჰქონდა და მათ შორის ხედავდი საფრთხეს, ამიტომ აკრიტიკებდი და ვამბობდი, რომ ხედავდი საფრთხეს, რომ ეს ოპოზიციურ ფლანგს შიგნიდან დააზიანებდა, რაც მოხდა კიდეც. ამიტომ ეხლა არის საჭირო სწრაფად ამ დისკუსიების შიგნით გადმოტანა და შეწყვეტა ამ დაპირისპირებების, იმიტომ რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ძალიან გამიხარდა გუში რომ ელენემ გედიმ და ამ აქტივისტებმა შეწყვეტა შიმშილობა და აჩვენეს რომ ისინი ერთად განან და ეს თქვა სწორედ საუმეზურაბიშვილმაც რომ ეხლა არის ერთიანობის დრო, ამიტომ მე აღარ დავიწყებ არც ერთი პოზიციის კრიტიკას, მე ჩემი აზრი ამაზე რა თქვა მიმაქვს, საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება ბრძოლაში თუ მიდიხარ ეს თვითმმართველობის არჩევნებია თუ სხვა რამე, თუ სხვა ფორმის ბრძოლა როცა ოპოზიციას აქვს ისეთი ვითარება, რომ მოწინააღმდეგე ბრძოლა წესების გარეშე ასე გიმართავს, ამ დროს ერთიანი უნდა იყოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. აქ დაქსაქსვის რესურსი არ აქვს ოპოზიციას. ამიტომ ეხლა რადგან ეს მოცემულობაა, ყველა უნდა შეთანხმდეს და ეს პოზიციაზე უნდა დადგეს. სხვაგვარად იქნება წარმოუდგენელი ცვლილებების სწრაფად განხორციელება მერაბ. ეს არის ჩემი პოზიცია. გასაგებია. მადლობა დიდი, ეკა ბესელია იყო ჩვენი სტუმარი და სულ ბოლო ინფორმაცია უკვე საერთაშორისო ასპარეზიდან მომავალი კრიტიკის შესახებ, რომელიც ქართული ოცნების მისამართით ისმით, იცით რომ დილით გახდა ცნობილი რომ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დღეს გახდა ასევე საღამოს უკვე ცნობილი დაორგანიზებული შეხვედრის შესახებ, რომელიც სწორედ საქართველოს საკითხს ეხებოდა. ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. ეს ტრაექტორია ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. უპასუხოდ არ დავრჩებითო, ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადიდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიციირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა. ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სტივენ დოუთის მიერ ინიციირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს ტრაექტორია ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და უპასუხოდ არ დავრჩებითო, თქვა ფრანგმა მინისტრმა. კიდევ ერთ განცხადებას გაგაცნობთ, ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე. ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ქართველი პოლიტპატიმრები თავისუფლებას იმსახურებენ. ძალიან საპატიო იყო, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ციხიდან თავის ძლიერ წერილში მახსენა. ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე. ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმრები იმსახურებენ თავისუფლებასა და სამართალს ახლავეო დაწერა ბრიტანეთმა პარლამენტარად, როგორც გითხარით, ქართველი ელჩი იყო დაბარებული და სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მასაც და დღეს ჩვენ მოვისმინეთ პასუხები უკვე ბრიტანეთის მისამართით, მაგალითად შალვა პაპუაშვილმა თქვა, არ ვიცი რის იბრალია, ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად, არადა ხედავთ რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას პასუხობენო, თქვა შალვა პაპუაშვილმა. მათ შორის მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია, იმით რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით.
ქართული ოცნების წინააღმდეგ, ბრალდება ნომერი 1. ამას უპასუხონ. თქვენ რომ არ დაარღვია. ამის ნაცვლად ამბობენ რომ სრულ ბრალდებები და ასე შემდეგ. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხსო. რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით კახა კალაძე თქვა რომ ეს სანქციები დაძველდა და არ მუშაობს და დროა გაიგონო. ერთი თავარი მესიჯი კიდევ რაც არის ქართული ოცნებისგან არის ის რომ ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია აცდა და შესაბამისად მათი აზრი დიდად აღარ აინტერესებს. ირაკლი ზარქუამ საერთოდ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გაძევებაზეც კი ისაუბრა. შეიძლება ეს საკითხის დავაყენოთ, რომ ქვეყნიდან გავაძევოთო, თქვა მან. ჩვენ განაცემის პირველი სტუმრები იქნებიან გიორგი ბუტიკაშვილი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, მარიკა მიქიაშვილი, დროას წევრი, მის დროად შედის კოალიცია ცვლილებებისთვის. ჩვენი სასაუბრო თავარი თემა რა თქმა უნდა იქნება თვითმმართველობის არჩევნები. იცით რომ დროას ლიდერი ქალბატონი ელენე ხოშტარია შიმშილობდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე ბუნებრივია პირველი კითხვა მექნება ბრიტანეთის განცხადებებზე, იქ გაკეთებულ ასე ვთქვათ, გადადგმულ ნაბიჯებზე სანქციებზე და ასე შემდეგ რა გაგრძელება შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, მერაბ მესამბები მაყურებელს. მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ეს ფაზა დააჩქარა ქართულმა ოცნებამ სწორედ ლიდერების დაკავებით. აქამდე თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ჰქონდათ იმედი, რომ ქართული ოცნება ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამდა და არ გახდებოდა სრული დიქტატორული სისტემა და ამის იმედები ჰქონდათ, სხვათა შორის ჰქონდათ იქამდე სანამ პირველი ლიდერი არ დააკავეს, მე ელოდებოდნენ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდე არ ჯეროდათ რომ სასამართლო მიიღებდა ესეთ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ დახეს რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა რუსულ რეჟიმად, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. ანუ ქართული ოცნება, რომელიც უკან არ იხევს, საპასუხოდ ხდება დასავლეთისგან შესაბამისი პასუხები. ის სანქციები, რაც აქამდე ჩვენ ვუყურებდით, გაასმაგებულად დაატყდება ქართულ ოცნებას და ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღეს ბრიტანეთმაც გააჟღერა. ჩვენ წინაკვირას, როდესაც გქონდა სტრასბურგში შეხვედრა ბრიტანეთის დელეგაციასთან, იქაც იყო ამაზე საუბარი და ღიად ამბობდნენ, რომ ისინი კიდევ აძლევდნენ ქართულ ოცნებას შანსს, რომ დაბრუნებოდნენ დემოკრატიულ გზას, მაგრამ ასევე კარგად დაინახეს, რომ აპრილის თვეში, როდესაც დელეგაცია იმყოფებოდა სტრასბურგში, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძე იქ იყვნენ შეხვედრაზე და უკვე როცა ჩვენ ჩავედით წინ ციხეში აღმოჩნდნენ. ხო, ციხეში იყვნენ. ამიტომ მათთვის ძალიან სამაგალითო იყო ეს ფაქტი და ყველა შეხვედრა იწყებოდა აი ამ მოვლენით. ამიტომ მათ უკვე ღიად იციან რა ხდება საქართველოში. ხო, იცით რა პასუხი აქვს ამაზე როცებასო. თავად წავიდნენ ციხეში ხა. ჩვენი ბრალი აქ როგორ თავად გადაწყვიტეს რომ არ მოსულიყვნენ კომისიაზე და შესაბამისად ამ თავის ფეხით მივიდნენ ციხის კარებთან. ხო, ეს შეიძლება პუტინს ჯერა, ასე და პუტინს უხარია, როცა საუბრობენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ამის არ ჯერა, ცხადი არ ჯერა და შესაბამისად იღებენ იმ კრიტიკას, რაც იღებენ დასავლეთისგან. ერთადერთი რაც ქართულ ოცნებას შეუძლია ამ სიტუაციაში თქვას, თავი დაიძვრინოს და თავი გაიმართოს თავისი ამომრჩევლის წინაშე და თავისი დამკვეთის წინაშე რუსული რეჟიმის, რუსეთის წინაშე და გაამართლოს ის ნაბიჯები, რასაც ის დგამს. ანუ ის თავად გადაწყვეტილებას არ იღებს და ვერც მიიღებს, არც მიუღია არც არასდროს ბოლო პერიოდში, რაც ომი დაიწყო განსაკუთრებით, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო კონსოლიდაცია და უკვე ღიად განაცხადა, რომ მათ აღარ უნდათ დასავლეთი ჩალისფასი, რატო ქონდა ყველა რეზოლუციას, იმიტომ რომ მათთვის მართლა ჩალისფასი აქვს, იმიტომ რომ მათთვის ფასი აქვს რუსულ სიტყვას. ევროპულ სიტყვას ფასი არ აქვს და მაგით ოლაპარაკობენ ძალიან გულწრფელები არიან, როდესაც ჩალაზე საუბრობენ ისინი, როდესაც რეზოლუციებს კითხულობენ. იმიტომ რომ მათთვის თავარია პუტინი იყოს კმაყოფილი. ეს არის მოცემულობა. ის კანონებს, რასაც ახლაც იღებენ, ეგეც რუსული არის, რუსეთს გავს. ამას საინტერესო არის როგორ უყურებს ამ ყველაფერს მაგალითად ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც დღემდე არიან მათი მომხრეები, ისინი ამაზე ამბობენ, რომ რაღაც რუსეთის მონები ან რუსული მთავრობა კი არ არის, უბრალოდ არის მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ რუსეთთან არ დაძაბოს ურთიერთობა და ამ რაღაც ომის პერიოდში არ დაიტეხოს თავზე ქარიშხალი რუსეთის მხრიდან და დასავლეთთან ურთიერთობების მერე დაალაგდება, როცა ეს ყველაფერი მორჩება, ასე ვთქვათ, ომი როცა მორჩება, ყველაფერი დაალაგდება მერე დასავლეთთან და არანაირი პრობლემა არ იქნება. ასე ლაგდებოდა 20 იანვრამდე ტრამპთან ურთიერთობები. ასე ლაგდებოდა 20 იანვრის შემდეგაც, თუმცა ვხედავთ, რომ ის ურთიერთობების დალაგება ვერ შედგა, რასაც ისინი ატყუებდნენ თავისი ამორჩეველს და ზოგადად ხალხსაც. ეს არის, ანუ ქართულმა ოცნებამ უნდა მოატყუოს და მე უკან წაიღოს სიტყვები. უკანაც აღარ მიაქვს სიტყვები, ტყუილს ამატებენ და აგრძელებენ. სხვა გამოსავალი მათ აღარ აქვთ. ანუ სრულად იზოლაციაში არიან, კიდევ უფრო გაიზრდება მათი იზოლაცია, არაღიარების პოლიტიკა გრძელდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და გუშინ იყო ამისთვის
ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეთანხმება დისკუსიის დასასრული, თვითმმართველობის არჩევნებზე არ შესვლის. ეს დისკუსია დასრულდა, არაღიარების პოლიტიკა გრძელდება ქვეყნის შიგნით, რაც არის სიგნალი ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვისაც ასევე. კი ბატონო, მარიკა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, როგორც ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხართ თქვენც და რას ნიშნავს ეს საფრანგეთის მინისტრი ხო ევროპის საკითხებში ასეთ განცხადებას აკეთებს მაგალითად? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, მოგესალმებით პირველ რიგში. მივესალმები მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და ასევე განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის კოორდინაცია ხდება ჩვენ საკითხზე და ეს კოორდინაცია უკვე საჯაროც არის. მან მინისტრმა ჰადადმა ეს საჯარო განცხადებაში ახსენა, რომ რაღაც ერთიან პოლიტიკაზე, ერთიან მიდგომაზე მუშაობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ბრიტანულ მხარესთან უფრო მაქვს შეხება და ვიცი, რომ წინასწარაზე არასდროს იციან ბრიტანელმა პარლამენტარებმა თუ რა გადაწყვეტილებას როდის მიიღებს მათი აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ნამდვილად არის ეს ზოგადი აურა და გარემო და ფაქტობრივად ყველა დარწმუნებულია, რომ აუცილებლად გაღრმავდება სანქციები. განსაკუთრებით აღნიშნავ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა გამოსცა ეგრეთ წოდებული გაიდლაინები ქართული ბიზნესისთვის, როგორ არ მოექცნენ ბრიტანული სანქციების ქვეშ და ეს ეხებოდა რუსეთის სანქციებისგან გვერდისავლის დახმარების საკითხს. ბრიტანეთმა კარგად იცის, რომ ძალიან კარგად იხეირა ქართული ოცნების ეკონომიკურმა ელიტებმა ამ ომით, რაც კი რამე ესე შავი ფული და შავი ბიზნესი არის დაწყებული ნარკოტრაფიკინგით და ამაზე საუბრობს მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტიც დამთავრებული, რა ვიცი, კოლ-ცენტრები იქნება თუ ტაილანდელი ქალების იძულებით დონორობა საქართველოში, რაც ასევე ხდება, გახმაურებული ინფორმაცია იყო. ხო, ანუ ქართულ ოცნებას რამდენიმე შრიანი პრობლემა აქვს. ერთი არის რუსეთთან კავშირების, მეორე არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, ლეგიტიმაციის არ ქონის და ასე შემდეგ. და ეს ფაქტი, რომ საფრანგეთი რომ ზოგადად ინვესტირებული არის, ამას მოწმობს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მაკრონის ჩართულობაც საქართველოს საკითხში, მისი პირადი კონტაქტები თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან რამდენიმე თვის წინ მან, რა თქმა უნდა, ესე ვიდეო მიმართვითაც მოგმართა ქართველებს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფრანგულ-ბრიტანული ალიანსი ამ შემთხვევაში. ეს მაფიქრებინებს, რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფრანგულ-ბრიტანული, სავარაუდოდ იქ ამერიკაც ჩართული არის და გერმანიაც. გერმანიაც იყო შეხვედრა, ესტონეთიც, ავსტრიაც და პოლონეთიც. იმ ხოლზე, სადაც საინტერესოა. რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის კონტურებს ვხედავთ. ევროპას ჭირდება პოლიტიკა, პოლისი, ეგრეთ წოდებული პოლისი საქართველოს მიმართ. ამ შესამუშავებელია, ამას ჩვენც ვეხმარებით, ცხადია, რომ შეიმუშავოს სწორი ფორმით. ამიტომ ეს შეხვედრაც მაგას ემსახურებოდა. საქართველოს უნდა გაჩნდეს პოლიტიკა, როგორ მართონ სიტუაცია და ამ პოლიტიკაში ბენიამინის განცხადებით ძალიან კარგად ჩანდა, რომ ქართული ოცნებისთვის საჭიროა არაფერი იქნება. ამიტომ მოემზადონ სანქციებისთვის უკვე გაერთიანებული. ხო, აი სანქციებს რაც შეეხება, ლაშა, გაძვენდა სანქციებიო, ახალგაზრდა თქვა, არ მუშაობსო და როგორ ფიქრობ, აი მაგალითად დღეს რა პრობლემა არის, ევროპაში ხვალაც მივდივარო თქვა კალაძე, წავალო, ყობახიძე თქვა, რომ ვიზა ავიღე და ესე წავედიო, პრობლემა არის. სალამი, მივესალმები მაყურებელს. საქართველოში არის ოლიგარქია ფულს ინახავს ოფშორებში. ოფშორებში არის ბრიტანული კანონმდებლობა და სანქციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა, იყო მსუსხავი ეფექტის და სანქციები, რომელსაც განიხილავს დიდი ბრიტანეთი, იქნება დამანგრეველი ძალით ოლიგარქიისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის. ამიტომ ძალიან ეშინიათ დიდი ბრიტანეთის. ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ თუ აქამდე უყურებდით პროცესს, რომელზეც იძახდნენ, რომ მე რა გადავიტათ ამ სანქციებს, ეხლა ამას ვეღარ იტყვიან, იმიტომ რომ მათ ფული გადამალული აქვთ ოფშორებში. ამ ოფშორებში ბრიტანეთის სამართალი მუშაობს და ეს სამართალი იქნება მათთვის დამოკლეს მახვილი. ეს მახვილი მათ თავზე კიდია და ძალიან კარგად დაინახავენ შედეგებს. და დამანგრეველი ძალის იქნება მე რა ეს სანქციები და ამ ნანგრევებში ფლიანთ ქართული ოცნება მოყვება. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნება თუ რამეზე დგას ფულზე. რუსეთი არის მათი ინფრასტრუქტურა პოლიტიკური, თუმცა თავარი აი ძალაუფლების წყარო არის ფული მათთვის. ხალხი არ აინტერესებს. არსად არ აინტერესებს ხალხი. ბიძინა ივანიშვილს ის კი არა მოვლენილი ყავს ბუღალტერი, რომელიც დადის და ყველა ვინც ფული იშოვნა ქართულ ოცნებაში, აი პირდაპირ აი მე რო კარგად
ცხოვრობდი, თქვენც კარგად ცხოვრობდით, მაგრამ ეხლა მე ცუდად ვიცხოვრებ, იმიტომ რომ იზოლაციაში ვარ, საერთაშორისო სანქციები მადოს და ამიტომ ყველას მოუწევს ფულის გადახდა. აი ეს პროცესი ახლა ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებაში ახლა ზიმედროება. ჩობჯენში ყავს ივანიშვილს მთელი მისი გუნდი. ვინც ამდენი ხნის, აი ის ხალხი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ფულს შოულობდა, ჩვენ ახლა არაერთი ანტიკორუფციული ფაქტის მოგვიყოლია თქვენთვის, მაყურებლისთვის, მათ შორის აი სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტული მიგნებები მქონდა, როგორ შემოდიოდა ქვეყანაში სანქცირებული ტვირთი. და როგორ აყალბებდნენ ზედნადებებს, ანუ საგადასახადო სისტემა აკეთებდა ამას და არაერთი ფაქტი და მტკიცებულება დავდეთ. და ეხლა ნახე რა ხდება მე აი სწორად აღნიშნა. აი როგორ გაიზარდა ეხლა ყირგიზეთთან ექსპორტი. ეხლა ხო სიგიჟეა და ყირგიზეთში, ანუ საქართველოში მოდის ტვირთი, შემდეგ დანიშნულება იწერება ყირგიზეთი და ყირგიზეთში აღარ მიდის, რუსეთში რჩება. და საქართველო არის შავი ხვრელი, დერეფანი. არა მარტო საქართველო, არამედ მათ შორის სომხეთიც და რა ხდება ჩვენს რეგიონში ხა აი თუ ლაპარაკობთ აი საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე რეგიონალური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ პროცესს სომხეთში ან ფაქტობრივად კავკასიიდან მიდის რუსეთის განდევნა სომხეთში ხედავთ ამ პროცესს აზერბაიჯანში ხედავთ რომ სპუტნიკის თანამშრომლები რომლებიც რეალურად თანამშრომლები ხო არ არიან აგენტები იყვნენ და ის რაც მოხდა ეკატერინბურგში პასუხი გასცა ალიევმა ამიტომ ივანიშვილს რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა მათ შორის ალიევთანაც ერდოღანთანაც სომხეთთანაც მოუწევს მხარის არჩევა ანუ ვეღარ იქნება ალიევის მეგობარიც და პუტინის მეგობარი ანუ მისთვის ძალიან მძიმე დროება დგება და ერთის მხრივ ევროპიდან ანუ რაციონალურ მოსაზრებებს რო ისმენს რომ ამათ არ აინტერესებს ზარქვას რა შეაინტერესებს საფრანგეთში ვინ რა სიტყვის ან დიდ ბრიტანეთში მისთვის თავარი რა სიტყვის ივანიშვილი არც მოსკოვი არ აინტერესებს მისი პატრონი არის ივანიშვილი და როგორც ყმა ბატონს ისე ელაპარაკება და აწონებს თავს და ლანძღავს გერმანელ დიპლომატებს და ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ მე რა ეს არის ივანიშვილის ველური პროვინციული პოლიტიკა ივანიშვილმა მე ანუ თუ წავალთ იმ ვერსიით რომელსაც ოცნების ხარდამჭერებს ჯერა ხო რომ აი ხა ეგ არის უბრალოდ იმისთვის გაკეთებული რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და შემდეგ თუ როცა ეს ომი მორჩება ასე შემდეგ უბრალოდ ივანიშვილი იტყვის რომ ხო მოკლედ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო ბიჭებო, კანონებსაც უკან წავიღებ, პატიმრებსაც გამოუშვებ ყველაფერი და მოდი დავლაგდეთ. ხო, ანუ ლოგიკა რაშია, რომ იცი რომ აი ომი აქვს რაღაცა ქვეყნებს და მე ომი რომ თავდება, ლაგდებიან ერთმანეთში და რატო ვერ დავლაგდებით ჩვენ და ევროპასთან, ამერიკასთან ვეთყვით რომ მორჩა, ეხა ყველაფერს დაგიჯერებთ. აქამდე რაც იყო ეს არ ითვლება და ის იმათაც ხო ჭირდება სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში და ისინი სიტყვიან რომ კარგი თუ მოხვედით აზრზე, მაშინ მოდი გავაგრძელოთ ჩვეულებრივ ურთიერთობა. რატო ვერ მოხდება? ქალბატონი ეკაბესელია ყავდათ ეთერში და ორი შეკითხვა მეკითხებოდა ქალბატონ ეკასთან. პირველი, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამინისტიის აქტი შემოგთავაზა და პოლიტპატიმრებად შოთა აფხაიძე გამოგვიცხადა. აი, შოთა აფხაიძე იცი ვინ არის? ძინარე ცხინვალი დაბომბა საქართველოს, აი იმის ავტორია. შემდეგ აიტაცა რუსულმა პროპაგანდამ მისი გამონათქვამი და რუსი აგენტები გაათავისუფლეს ამ ამინისტიით და მეორე აი ივანიშვილი რო გადავიდა თითქოს წავიდა პოლიტიკიდან და ამდენი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ რომ ივანიშვილი აღარ ერევა არაფერში ხო ხედავთ რომ ივანიშვილი იყო ამ წლების განმავლობაში ყველაფრის თავი და თავი ის კი არა ის რო გადავიდა და სამოქალაქო პატრიარქად რო გვაწონებდა თავს ამიტომ სიცხადეა საჭირო მერაბ და აი რო ლაპარაკობენ წინა ხელისუფლება რეჟიმი კი აი დღეს გაჯეტის შეტანა იგრძალა სასამართლოში 21 საუკუნეში ტექნოლოგიების დროსაც ხო და მე ან ნახე მე რა ჩვენ ხო ამაზე გქონდა პოლიტიკურ შეფასება არა მხოლოდ შეგვეშალა დავაშავეთ ის რომ სასამართლო ვერ გავათავისუფლეთ მათ შორის სასამართლო არ იყო თავისუფალი და ამაზე მე კი არ ვაკეთებ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილს აქვს და ნაციონალურ მოძრაობას და სწორედ ამის შედეგი იყო 2012 ჯერ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი რაც დავსვი რა შეიძლება თუ არა ურთიერთობის ძალა ფარისეულობით ბრძოლას ვერ მოუგებ ივანიშვილს თქვენ მითხარით და მე თქვენ იმიტომ რომ იგივე კობახიძის წერილში რომელიც მიწერა ტრამპს იყო ეს ფრაზა ნათქვამი რომ ეხა ჩვენ კი დემოკრატია ვართო და ბოლოს ავტორიტარებთან ლაგდებითო და აგერ ეხა ალიევთანაც ჩავიდა კაია კალას ხო და ეხა ალიევთან თუ ჩადი ეხა შეიძლება ოცნების სამართლოს გაუჩვეს შეკითხვა ეხა ალიევთან თუ ჩადიხარ და გაქვთ კარგი ურთიერთობა ივანიშვილთან რატო ვერ უნდა დალაგდეთ თუნდაც არ იყოს აქ სასამართლო თავისუფალი განსხვავება, ერთი ძალიან დიდი განსხვავება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რაც არის ის რომ საქართველოს არ აქვს დიქტატურის ეკონომიკური
გაძლიერების ადგილობრივი ზურგი. განსხვავებით აზერბაიჯანისგან. ანუ აზერბაიჯანს თავისი ნავთობი აძლევს საშუალებას, რომ ისე გაიმყაროს ძალაუფლების ვერტიკალი, რომ მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის კეთილნებაზე არ იყოს დამოკიდებული. საქართველოში ეს შემთხვევა არ გვაქვს და საქართველოში დიქტატურის გამყარება პირდაპირ არის ბმაში რუსეთის გავლენის ზრდასთან. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, დასავლეთი დიქტატურას არ გაამყარებს საქართველოში, ამიტომ დემოკრატიის განდევნა საქართველოსთან პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთის განდევნასთან და რაც უფრო ავტორიტარული ხდება საქართველო, მით უფრო რუსულ ორბიტაზე ხდება, სულ რომც ვინმეს მსგავსი განზრახვა არ ქონდეს, თუმცა ვერ ხვდები რანაირად შეიძლება საქართველოში დიქტატურა დაამყაროთ, არ ქონდეს რუსული განზრახვა, საბოლოო ჯამში საქმე მაინც რუსული გამოდის. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი განსხვავება აზერბაიჯანთან და ალიევმა გადაუხვია რუსული ხო, ანუ ალიევს აქვს იმისი ფუფუნება, რომ რამდენადაც უნდა მეტნაკლებად კონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც საქართველოში უბრალოდ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ დიქტატურის ეკონომიკური ზურგი არ გვაქვს. დიქტატურა სჭირდება რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა დიქტატურების მიერ გამყარება აქ საქართველოში, რაც შეეხება იმას უცებ რომ მომიდამთავრდეს უკრაინაში და ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ ნიჩურიტები რომ გამოიტანოს და არა იცით რა და ომარ მხარესთან რიგდებით და ჩვენთან დიქტატურა საქართველოში თუ დიქტატურას ამყარებ, ანუ იმთავითვე შენ ყველა როგორ ვთქვათ, ყველა იმედს ამყარებ რუსეთის გამარჯვებაზე ამ ომში. თუ ისე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ისე მოხდება, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდა და ფაქტის წინაშე დადგა ქართული ოცნება, მე აღარავის აღარ აინტერესებს აბსოლუტურად, ანუ უკვე ფაქტის წინაშე თუ დადგა, რომ დამარცხებულის მხარეს არის და მოუწია შემდეგ რაღაცეების გაკეთება, ეს მათ არანაირად არ ათეთრებს. ეს არის, ანუ იძულებული არჩევანი დამარცხებული მხარის კაპიტულაცია ნამდვილად. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაგამდე არ მივალთ, იქამდე გავთავისუფლდებით ამ რუსული რეჟიმისგან. სანამ საერთოდ მიეცემა საშუალება, რომ თავის გათეთრების. ერთ დავამატებთ, ანუ ის რწმენა, რაც არის, შემოხვედრია ბევრი ადამიანი Facebook-ზეც მე გამათება, რომელიც ამბობს, რომ ქართულოსებს საერთოდ არა ვარ, უბრალოდ არც ოპოზიციის მომხრე არა ვარ. მაგრამ იმის არ ვჯერა, რომ ესენი პრორუსულები არიან. ჯერა უბრალოდ რომ ატარებს რაღაც რაციონალურ პოლიტიკას და დასავლეთთანაც მე ყველაფერი დავაგდებ. ახეთ აი არჩევნებით რომ დავიწყოთ ქართულმა ოცნებამ 14%-ით ხო მიიტაცა არჩევნები, რაც ჩვენ ვიცით ეგზიტ პოლებით, რაც ვნახეთ, ხო ქართულ ოცნებას როდესაც манипуляციას ახდენდა არჩევნების და მათ თუ ჭირდებოდა დემოკრატიული ფასადი და დასავლეთთან დაალაგებული ურთიერთობები და არა გაფუჭებული, ისინი ამ მასშტაბით არ გააყალბებდნენ, ისინი ეცდებოდნენ დაეწერათ რაღაც არა 45%, არამედ 50, 51 ისე გაეკეთებინათ ბალანსი, იმიტომ რომ ხელოვნურად შექმნეს ხო ეს ციფრები, რომ აქ დემოკრატიის ფასადი შენარჩუნებული იყო, ამ შემთხვევაში ოპოზიციაც იქნებოდა პარლამენტში, ამ შემთხვევაში დასავლეთიც იქნებოდა იმ გზაზე, მაგრამ ეს ამოცანა მათ არ ქონიათ. მათი ამოცანა იყო 60%, რომელიც ვერ მოახერხეს და ეს ამაზე ნაწყენები არიან. თუ გახსოვთ ის კადრი, როდესაც გამოაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 52% აქ დიდი სიხარული არ ქონია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ 60%-ს, ისინი ელოდებოდნენ 60%-ს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, რომ მე 28-ში რაც გააკეთა 28 ნოემბერს ყობახიძემ რომ ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკავშირს, ეს აღესრულებინათ უკვე კონსტიტუციურად და 78 ეს იყო მათი გეგმა. თორემ მათ რო სჭირდებოდეთ ფასადი რამის დემოკრატიის, მათ ამას შეეძლო და გააკეთეთ, მაგრამ არ გააკეთეს, იმიტომ რომ ეს გზა არჩეული ქონდათ უკვე 26 ოქტომბრიდან. ამიტომ აქედან მოყოლებული მათი ამოცანა არის ქვეყანაში სრული რუსული გავლენების ზრდა. ოპოზიციის განადგურება ან მათი უმაქნის რაღაც მოძრაობად გადაქცევა, ანუ მათ რომ არაფერი აღარ შეუძლიათ. ანუ ეს არის მათი ამოცანა. და ამიტომ დაიწყოს მე ის კომისიაც, ამიტომ უნდათ რომ კოლექტიური ნაცები ეგრეთ წოდებული გააუქმონ და შექმნან სივრცე, სადაც არის არსებობს მაგალითად როგორც რუსეთში არსებობდა რა ერქვა იმ გამოგონილი ოპოზიციები, ის სულელი კაცი რო იყო, აღარ მახსოვს, ჟირინოვსკი, რაღაცა მსგავსი ეკოსისტემა, სადაც არსებობს ივანიშვილი, არსებობენ გამოგონილი ოპოზიცია, ეს აღიარებულია როგორც დიქტატურა თუ ავტორიტარიზმი ამერიკელების დასავლეთის მიერ, იმიტომ რომ ტრანზიტი დასავლეთ ჭირდება აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ამას იყენებენ, გეოპოლიტიკას იყენებენ თავისი ძალაუფლების ასაღიარებლად. თუმცა ის რომ მათ ეს აღიარება არ მიიღეს, არის იმის ბრძოლის შედეგი, რაც ქუჩაში მოხდა და რეალურად მოგვიწია მათთვის ამ სახის ჩამოხსნა, რომ ისინი არიან რუსების გაგრძელება და რუსებს საქმეს აკეთებენ.
ეს რომ არ ყოფილიყო ნებისმიერი რომელიც პარლამენტში შევიდოდა და დემოკრატიის თამაშს მიყვებოდა, ფასად შეინარჩუნებდა. ჩვენ მამას ვერ მივიღებთ. კიდე ერთ-ერთი მთავარი ის არის რა. ესაც ხადი და არ ვიცი. სამომრჩევლის საყვარელი ფრაზა რომ რაღაც აკლანები რო ჭუბობენ, კოზაკი შუაში არ უნდა მოყვეს. ანუ ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა მათიას. ეს არის ივანიშვილის ფასადი, რითაც არ წმუნებს საზოგადოებას, თორემ მას რომ რეალურად ამოცანა ჰქონდეს ომისგან თავი დაიცვა საქართველოს, საკუთარ ხალხს გამოუცხადა ომი. ქუჩაში ხალხი ცემა, მარშრუტკებში აიყვანეს და ცემეს და ხა რომელ ომს არიდებს, როცა საკუთარ ხალხს თვითონ უტყავს თავისი ხალხი. რა ომზე მელაპარაკება საერთოდ? ხო, ნუ მაგაზე გეტყვია რომ დაფინანსებული გადატრიალება. კოლეგას გამომხმაურო, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები კი არა ვაგდება დიქტატორებთან ან ავტორიტარებთან. გააჩნია იქ ხალხი რას ითხოვს. საქართველოში ხალხი ითხოვს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას. და 6 თვეა ხალხი დგას ქუჩაში. ჩვენ ესეთი არ გვინახავს აზერბაიჯანში. არსად არ გვინახავს. ქართველი ხალხი არის თავისუფალი ხალხი. მე რა ბოდიში რა. ჩემი პრობლემა ამბობდა რომ ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა მცირდებაო. ყველა კვლევები მე რა ნახე ჩვენი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის წლებია. ჩემი პრობლემა მაგალითად დიდუბესთან აქცია რომ დახვრიტა მხედრიონმა იქ იყვნენ. და მიუხედავად ტყვიისა არ გაჩერებულან და იბრძოდნენ და ჩვენ ეს იდენტობა გვაქვს ეს არის ჩვენი თვისება თავისუფლებისკენ სწრაფვა და ბრძოლა და ვანო ნადირაძის ამბავი და აი გმირობა რა არის ხო ქართველი კაცი ქართველი ჯარისკაცი წავიდა და უკრაინის მიწაზე საქართველოსთვის იბრძოდა იმიტომ რომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ რაღაცა ჩვენი პარტიული ინტერესისთვის ეს არის ბრძოლა გეოპოლიტიკური სადაც ჩვენი ტერი რუსეთის იმპერია საბჭოთა მართლობა და ახლა პუტინის მართლობა არის ჩვენი ტერი საუკუნეებია და უკრაინაში უნდა დამარცხდეს. ივანიშვილმა აი ამ ომის დროს აირჩია თავისი მხარე და არის რუსეთისკენ და ჩვენ ვისაც გვინდა თავისუფალი საქართველო, ვისაც გვინდა ევროპული საქართველო, ვართ უკრაინის მხარეს, იმიტომ რომ ცივილიზებულმა სამყარო უნდა გაიმარჯვოს. იმიტომ არის ქართველი ხალხი ისრაელის მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ ცივილიზებული სამყაროს და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ამიტომ დგას ჩვენი თანამოქალაქეები და აი ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ეროვნული ინტერესი და კოცები ევროპას ეძახიან მტერს და ჩვენთვის ევროპა არის მომავალი. აი ეს არის წყალგამყოფი ჩვენსა და კოცებს შორის. სასაცილო ის არის. ისინი მტრათაც ხადებენ, ჩვენ მიგვაჩნია რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი. ჩვენ სხვა მომავალი არ გაგვაჩნია. ხო, ეკონტ შეკითხვა ჩდება რომ კი ბატონო რუსეთთან, რუსეთის გაღიზნება არ გინდა, მაგრამ ამისთვის რატო გახდა საჭირო ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირება, ხო? თუ შენ დაბალანსების პოლიტიკას. იმიტომ რომ მხარე აიჩიეს. მაგრამ ნახეთ სასაცილო კიდე ის არის რუსეთი როგორც სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფო აღარ არსებობს. მან დაკარგა საქართველოს თავის დროს და დაკარგა სომხეთი, რომელიც ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციაზე მოაწერეს უკვე ხელშეკრულება, რომელიც დაიწყება, აზერბაიჯანი, რომელიც რუსეთს უკვე ძალისენით ელაპარაკება, ირანი, რომელიც ჩამოშორდა, რუსეთი, რომელსაც ჩინეთს ეშინია, რუსეთის არსებობა აღარ არის, ანუ ის ძალა, რასაც ის წარმოადგენდა და უკრაინაში ამდენ სპეცოპერაციას ამზადებს, ამდენი ხანია ეხა ზაფხულის, ისიც ვერ გააკეთა, ისიც ჩავარდა. რუსეთი როგორც ძლიერი სახელმწიფო აღარ არსებობს. და მიუხედავად ამისა, მაგალითად მე ხო სულზებირად ვიცი ოცნების არგუმენტები, მაგაზე გეტყვიან რომ იმის ძალა მაინც ექნება რუსეთს ყოველთვის რომ საქართველოს მოერიოს. ანუ მაგათი არგუმენტები კი არა, მაგათივე არხზე მივედი ის ჯორჯიან ტაიმსი რო იყო და ის ბოჟაძე იქიდან გამიქცა. მაგათ არგუმენტები არ აქვს. მაგათ შეუძლიათ დაჯდნენ იმედზე და აი ესე მარტო თავიანთ თავს ელაპარაკონ. აბა მოვიდნენ, მოიყვანე, დაუჯდებით, დაველაპარაკებით. მოვიდნენ, რატო არ გაწუნდოდა რაღაცა არგუმენტებით ახლა აი ის რომ დაუშვათ ზოგიერთი შეიძლება ვერ აღიქვამს ქართული ოცნების პოლიტიკას როგორც რუსულს, ჯერ ერთი ჩემი აზრით საკმაო ნაწილი აღიქვამს და ეს არის კომფორტული ნიღაბი, თავს იტყუებენ რაღაც მშვიდობით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში მოსახლეობის ეს წუხილები არსებობს, მაგრამ რაღაც ნაწილში ეს მგონია ნამდვილად ნიღაბი, როგორც თავის დროზე ადამიანის უფლებები იყო, გარკვეულ ნაწილში ნიღაბი. ეს არის პოსტკოლონიური საზოგადოების დამახასიათებელი, რომ ბოლომდე მტერს ვერ აღიქვამ მტრად და აი სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რომ ამდენი ასწლეული ვიყავით ქართველები რუსეთის მონობის ქვეშ ბევრს აქვს ეს აღქმა რომ თუ ქართულად საუბრობ და ხინკალს ვჭამ და ხაჭაპურს ვჭამ და ჩოხა არსებობს მაშინ ქართულ იდენტობას და ქართველობას არაფერი ემუქრება და ისინი ბედნიერები არიან ნაწილი
ამ პოსტკოლონიური საზოგადოების, რომ ეთნოგრაფიული ერის ფუნქცია აქვთ. ასე რუსეთშიც არიან ერები, რომლებსაც ეთნოგრაფიული რაღაც ტანსაცმლის ტარების უფლება, საჭმლის, საკვების და ენის უფლება აქვთ, მაგრამ პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფლება არ აქვთ და ვერ აღიქვამენ სამწუხაროდ, ამას სჭირდება დრო, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების საკმაო ნაწილს აქვს ეს პრობლემა, უბრალოდ გეოგრაფიული იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები მდებარეობენ მართლა შუა ევროპაში, აქ ესე დრამატულად არ დამდგარა სიტუაცია, რომ მართლა სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს ყოფილიყო, რაც არის საქართველოში და რაც შეეხება ევროკავშირის მიმართ ნდობა იქლებსო, რომ ამბობენ, ხო? ჯერ ერთი რო ტყუილია. 80 აღარი არის, ადრე 80. მაგრამ ჯერ ერთი საინტერესო არის ეს რატო იკლებს? შეიძლება ძალიან პროდასავლურ საზოგადოებაში არის შედარებით ცოტა რაღაც იმედგაცრუება, რომ ევროკავშირი უფრო მეტი ნაბიჯი არ გადადგა, მაგრამ ეს ხალხი არასდროს აზრს არ შეიცვლის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეგეც მაინტერესებს ერთი ამ კვლევაში და მეორე, ახლა გამახსენდა 2015 წელი იყო, მე მგონი, ჩვენ რეალურად ძალიან სარისკო და საშიში პერიოდი გვაქვს გავლილი ამ 2010-იანი წლების პირველი ნახევარი, როცა ძალიან აღრეული იყო ვითარება ეროვნულ ვექტორთან დაკავშირებით. მახსოვს 2013 იყო თუ როდის ივანიშვილმა ცხადადაც თქვა, რომ თუ ჩვენს ინტერესებს მოემსახურებაო, ევრაზიულ კავშირშიც გავწევრიანდებით რა პრობლემა არისო და 2015 წელი იყო NDI-ის კვლევებით დაახლოებით მესამედი მოსახლეობის ესე მიმღებლური იყო იმ იდეის მიმართ, რომ გავწევრიანებულიყავით ევრაზიულ კავშირში და როგორც მახსოვს დაახლოებით 66% იყო ესეთი მყარი პროდასავლური პასუხი. შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო დამძიმდა ვითარება ქვეყანაში, მით უფრო კიდევ უფრო კონსოლიდაცია მოხდა ამ ევროპული იდეის გარშემო და იმდენად გამჯდარი არის დემოკრატია, ევროპული იდეა თაობებში საქართველოში, რომ ეს 1%-ით იქით, გინდათ 5%-ით აქეთ ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის და ზოგადად იმასაც ვიტყვერთ და ვამატებ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩემი აზრით არ არის აუცილებლობა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი აუცილებლად გადავარწმუნოთ. ჩვენ უნდა ვმობილიზდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა. 80% ევროკავშირის მომხრე თუ 70 ეს ყველა ვარიანტში ნიშნავს, რომ დიდი ნაწილი ევროკავშირის მომხრეების არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები. ხო? მათემატიკურად სხვანაირად ვერ გამოდის და ანუ გამოდის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის გაჭირვების მომხრეები არიან, მაგრამ ქართულ ოცნებას მაინც ხარს უჭერენ. ჯერაც ქართული ოცნება ახერხებს, რომ ზოგიერთი დაარწმუნოს, რომ ისინი არიან ევროპული ძალა და ჩვენ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ევროპელებს, რომ სრული სიცხადე მისცენ ქართულ მოსახლეობას. ამიტომ არის ეს არაღიარების და ართანამშრომლობის პოლიტიკა მნიშვნელოვანი. ამიტომ არის, რომ ქართული ოცნება ესეთი დამშეული არის ლეგიტიმაციაზე, რომ ვისაცადმე რაღაც ხელი ჩამოართვა თუ ხელი დაუქნია, ამას ორ-ორი კვირა პროპაგანდა იყენებს და ამიტომ არის, დიახ, ანუ ქართული ოცნება ყოველთვის იგებდა, იმარჯვებდა 2024-მდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად გააყალბა 2024 ამ ორაზროვნებით. 2020-ს გააყალბა. დიახ, გეთანხმებით. დროს კარანტინში ჩაკეტა გახარია 70,000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყოველ შემთხვევაში იმარჯვებდა ორაზროვნებით და დავასრულებ ორაზროვნებით იმარჯვებდა და რაც უფრო მეტი სიცხადე წამოვა და ეს ართანამშრომლობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და სანქციები ამისი ეხლა გადავიდეთ შიდა ასე ვთქვათ პოლიტიკაზე არჩევნების საკითხი. თქვენმა პარტიებმა განაცხადა, რომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ელენე ხოშტარი ამაზე შიმშილობდა და ისო მარიკასთან გადავალ, ამიტომ ამ შეკითხვით ჩავა პაპუაშვილი ამბობს. ელენე ხოშტარეს არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა. ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ანუ გულისხმობს იმას, რომ რის გამო იშიმშილა ამ ადამიანებს, ეს პარტიები სადაც არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, შეიძლება რა შეიცვალა ამის შიმშილობით, რატო დაიწყო, ან რატო დაასრულა, დაახლოებით ეს არის აზრი ამის. ამიტომ ლელო და გახარია სიზდაც არ გადაუფიქრებიათ. ჩემი აზრით არის ძალიან მტკიცე სურათი, რომ პროდასავლური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა დგავართ ართანამშრომლობის გზაზე სრულად და ეს სურათი გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრა და მე მაგალითად Facebook-ის რეაქციების მიხედვითაც
ვატყობ, რომ ხალხს ამ სურათის დანახვა სჭირდებოდა. დღეს ამას დაემატა ის კვლევები, რომელიც ზურგს უმყარებს ამ მართანამშრომლობის პოზიციას, სადაც ჩანს, რომ პროდასალურ ამომრჩეველში 70-20-ზე არის გაყოფილი აზრი, 70% არ ემხრობა ასე უპირობოდ და საპარლამენტო არჩევნების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩემი აზრით, ესე ვიტყოდი შალვა პაპუაშვილმა ყველაზე კარგად იცის რეალურად სად რა შედეგი დაიდო უბრალოდ რა თქმა უნდა პროპაგანდისტული. ხო, შეხედა მარხაც არაფერი შეიცვალა, ხა ეს რა პარტია ისედაც არის და შეიცვალა ჩემი აზრით. ჩემი აზრით ამ ბოლო ორ დღეში ნამდვილად მოხდა ძალის კონსოლიდაცია და მოსახლეობის კონსოლიდაცია, ვიზუალურადაც გამოიკვეთა ამ მართლმსაჯულების ხარეს გიორგის მივხვდა. ხო, 8 პარტიამ დაასრულა დისკუსია, რომელიც ჩვენ ისე დასრულებული ქონდა, დანარჩენ პარტიებს ესეც ცხადად და ნაციონალურ მოძრაობას ცხადია, ეს თავიდანვე 3 თვის წინ გამოაცხადა ორივე პარტია, მაგრამ დანარჩენი პარტიები თუნდაც ქალბატონი სალომეს ფორმატში ამაზე დისკუსიობდნენ, სჯელობდნენ და ეს დისკუსიის თემა შემოიტანა ლელომ. ეს იყო მისი ამოცანა, რომ ამაზე ყოფილიყო გამართულიყო მსჯელობა, მსჯელობა არ უნდა გაიმართოს 4 აგვისტომდე, როდესაც არის დედლაინი, ხო? ამიტომ ეს დისკუსია როგორც დაიწყო. ინტერესებს ახლა ერთი თვია ლელო იძახის რომ ვიმსჯელოთო და აქამდე რატო ვერ იმსჯელოთ? არა, მანამდეც ვსჯელობდით, ეხაც ვსჯელობდით. ეხაც მიდიოდა მოლაპარაკებები, უბრალოდ ეს უკიდურესად 4 აგვისტომდე ვერ გაგრძელდებოდა, ამიტომ წერტილი იყო დასასმელი. დავშვით ჩვენ წერტილი 8 პარტიამ. ლელო კიდევ მსჯელობს ერთმანეთში, გახარიასთან მსჯელობს თუ ვიშთან მსჯელობს, ვერ გავარკვიე ოღონდ, მაგრამ მსჯელობს, მათაც ექნებათ პასუხი. იმედია ის კვლევა რაც გამოვიდა, მათ დაეხმარება, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღონ და გამოაცხადონ თავისი გადაწყვეტილება. გახარიას რაც შეეხება, არ ვიცი, გერმანიიდან თუ აპირებს პარტიის მართვას და ასე შესვლას არჩევნებში, არ ვიცი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ლელოც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მათაც კარგად იციან და ამ კვლევიდან კარგად დაინახავენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არცად. კვლევებმა აჩვენეს, მხარდაჭერა არ ექნება არჩევნებს, არ მივა ხალხი და არ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ქართული ოცნებაში 101-ზე. არა, ნუ მან როგორ რაღაცა იცი ხა ხა ყოფილია აზრი პარტიებს შორის, ამურჩევლებს შორისაც შეიძლება გაყოფილი იყოს. თუ ერთიანად დადგებოდით, ყველა იტყოდათ რომ მივდივართ არჩევნებში და უნდა მომიგოთ თბილისი, მერე თქვენი ამურჩეველი შეიძლება აზრი შეეცვალა და წამოყვებოდათ არჩევნებში. ამაზე არის საუბარი. ხო, ნახე, ხო, ლელო სურდა ცხადია ის რომ ერთიანად შევსულიყავით, ეს იყო მათი ამოცანა და თავიდან ოღონდ ამბობდნენ რომ ეს შემოგდებული თემა იყო კოცების დარგველაპარაკა, მერე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება უკვე, იმიტომ რომ არ უნდა გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ღიად გვეთქვა და ვთქვით და გავაკეთეთ და სადღაც შუაგზაში გაახსენდა ლელოს, თურმე ამაზე იყო სამშელი, ეს მათი პრობლემა არ არის, აქამდე რატომ მოიყვანეს საქმე, ან მაშინვე შეეძლო ეთქვათ, ან მაშინვე როცა შემოგდებულ თემაზე საუბრობდნენ, მაშინ ესაუბრათ იმაზე და ამაზე ყოფილიყო დისკუსია და შემოთავაზება, რომ პარტიის წინაშე დაგვაყენეს. ხო, ან მაშინვე თუ იქნებოდა შემოთავაზება, ხო, რა შემოეთავაზებინათ, ანუ კი არ გაეჩერებინათ თემა, არ ვიმსჯელოთ ამაზეო, შემოგდებული თემა, არამედ დაეყენებინათ საკითხი, რომ მოდი ვიმსჯელოთ თბილისზე და თბილისში ხო არ გაგვექნა, ანუ ეს თემა ხო გააჩერეს. და მერეო სადღაც გზაში გაახსენდათ, მერე ჩვენა მიდევნებული ნამპარებით როდემდე უნდა გავყვეთ ამ პროცესს, ხო ვერ გავყვებით, იმიტომ რომ დროს კარგავთ, ხალხთან სალაპარაკოა, გასასვლელია რეგიონებში, დელეგიტიმაციის პროცესი, ბატონო? დავდივართ, ან ერთობლივად გულისხმობ. ხო, შორის ერთად ვიყავით სამეგრელოში, ხო? ხო, და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დაახლები, მათ შორის ლელოს წარმომადგენლებიც იყვნენ და გახარიას პარტიიდანაც იყვნენ, აი ბოდიში გიორგი უჩაგეჭერი. მე ვიტყვი ჩემს ხო და ეს მნიშვნელოვანია, ანუ ის პროპაგანდა, რასაც ქართული ოცნება ტელეიმედით ავრცელებს, ხო, წარმოუდგენელი დიდი რაოდენობით, ეს თუნდაც პროდასალურ პარტიებზე, თუნდაც დასავლეთზე, თუნდაც ის რომ იკლებს ევროკავშირის მხარდაჭერა, თუნდაც ის რომ სანქციები არ მუშაობს, ეს ყველაფერი ხალხთან არის პირადად მისატანი. ამიტომ დელეგიტიმაციის პროცესი ერთი კითხვა ჩდება კიდევ რომ თუ აწყობდა ქართულ ოცნებას რომ ოპოზიციის პარტიას მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რაღაც დაიჭერეს ლელოს ლიდერები. აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ხო რატო გაართულა? არ ვიცი, არ იცოდნენ მათაც აპირებდნენ და მსჯელობა მიდიოდა. დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა, ხო, ამის მიუხედავად პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ერთი სიტყვით ვიტყვით, თუ შეიძლება თქვენ რო ახსენეთ, რომ ყველა რომ დამდგარიყავით და მიგვეღო მონაწილეობა ამორჩეველი წამოყვებოდა, ვერ დაგეთანხმებით ამაში ბოლომდე, იმიტომ რომ ამორჩევლის ის გადამწყვეტი ნაწილი, ვინც საჭირო არის სრული მობილიზაციისთვის, იმდენად სუდათ არის განწყობილი და იმდენად უნდა ჩვენგან თანმიმდევრულობა და არ თანამშრომლობა, რომ საკითხავია კიდევ შეიძლება რაღაც პროცენტული განსხვავება ყოფილიყო, მაგრამ იმ მაქსიმუმს ალბათ ვერ დავდებით. ყველა არ წამოყვება. მოკლედ მე რა ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ოფიციალური პოზიცია.
ჩვენ ამასთან დაკავშირებით შემოვიარეთ მთელი საქართველო, ჩვენ ყველა ქალაქში ყავს წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოში, გვაქვს ფრაქციები, თითქმის ყველა ქალაქში. აბსოლუტურად ყველგან არის ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ გქონდა უკვე არაპარტიულ ფორმატში პატა ბურჭულაძესთან ერთად, ახლებთან ერთად, მათ შორის ლელოს წარმომადგენლების იყვნენ სამეგრელოში და უშუალოდ ჩხოროწყუში გახარიას წარმომადგენლების და იქაც არის აბსოლუტური ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ტყუილი, ფარსი და ფარში მონაწილეობა არის გახარიას წარმომადგენლების ეგრე არიან. კი, აი ეს არის ტყუილი და ფარსი, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, ისინი წაუნდა მივიდნენ მოქალაქეებთან. ანუ ამორჩევლის გარეშე არჩევნები არ არის მერაბ. და ჩვენ ახლა ლაპარაკი იყო 2000 კაცი გამოვკითხეო და რაღაც სოციალური კვლევა არსებობს, სოციოლოგიური კვლევა არსებობს. გასაგებია არსებობს რაღაც მეთოდოლოგია, თუმცა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხა პოლიტიკური პარტიები რატო ვარსებობთ? კი, თავისი შინაარსით უკვე აღარ არსებობს პოლიტიკური პარტიები. ივანიშვილმა გააუქმა, იმიტომ რომ არჩევნები გააუქმა და ჩვენ აღარ გვაქვს კონკურენციის და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ რაღაც პროგრამაზე, ხო? თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ დავდივართ რეგიონებში და ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს ვესაუბრებით და მათ განწყობას ვისმენთ. ჩვენ არაფერი ისეთი შეთავაზება არ გვაქვს ერთის მხრივ კი, ჩვენი პოზიციაა ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების განწყობა. და ზუსტად იგივეს ამბობენ. ყველა ამბობს რას? აი ფოჩი, სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილში, ყველა ისახის ერთს. რევოლუცია, დამხობა ივანიშვილის რეჟიმი. აი ამას ამბობს ხალხი. ჩვენ კი არ ვამბობთ ამას. ჩვენ პირიქით 2024 წელს ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაც დემოკრატიული ტრანზაქცია მოხდარიყო და ხელისუფლების გადაცემა მოხდარიყო და ყველანაირი რესურსი ჩავდეთ ამაში. ოპოზიციამ შეუძლებელი შეძლო და ჩვენ ვხედავთ, თავის ფეხით მივიდა, კაცო, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დანაწყებული, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. და პლუს ამისა, სინდისის პატიმრები და გვეუბნებიან ახლა, რომ ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება და კი ბატონო, გაბიშვა 60 დღით. როცა ყველა ციხეშია, ჩვენ ამ გზას გავივლით და ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. მერაბ, ეხლა ჩვენ რო გვინდოდეს რაღაცა ისე რო იცახდით, ომი გუნდაო, ოპოზიცია, ომი კი არა, ჩვენ მინდა მშვიდობა, ჩვენ მინდა ევროპა, ჩვენ მინდა დემოკრატია ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით ხვდებით ჩვენ თანამოქალაქეებს და იცით რა უნდა ხარ? სიტყვის რევოლუციის ხსენება მერაბ, იცი რა უნდა ხარ? დღეს ზაზა შათერიშვილი არ მაინტერესებს ზაზა შათერიშვილი, მერაბ. არა, ის ხო ივანიშვილის აზრებს თანამოქალაქეებია რა. ხო და აი საინტერესო რამეზე არის საუბარია რომ შეიძლება მკვლელობა მოხდეს და ასე შემდეგ სვერპლი ჭირდებათ რომ აქ რევოლუცია მოხდეს ეგეთ რაღაცები ეს არის ივანიშვილის ბუნება აი პროვინციული ბუნება რომ აი როგორმე გახლიჩოს ოპოზიცია როგორმე დააპირისპიროს ყველა ერთმანეთს მაგრამ აი ნახებერა აი სამეგრელოში რა აი ჩვენზე მეტად ხვდება ჩვენი თანამოქალაქეები რა არის საჭირო ჩვენ თვითონ ჩამოვალთ, ჩვენი ფულით ჩამოვალთო. ერთად დავდგეთო და საკადრის პასუხი და ანგარიში ხალხის ანგარიში წარუდგინოთ ივანიშვილსო. თვითონ ამბობენ მეგრელები. და არა მარტო სამეგრელოში, ეს განწყობა აჭარაში პასუხი რა აქვს, იცი გახარიას და სხვებს რომ აღარ არის ხალხი ქუჩაში და რასაღაც რიტი აპირებს. დავასრულებ ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, ეს უნდა იყოს ერთიანობის საკითხი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთად დადგა 8 პოლიტიკური პარტია. 8 პოლიტიკური პარტია და მათ შორის რამოდენიმე პარტია იყო იმ კოალიციაში, რომელიც რაღაცას ბჟუტურობს არჩევნებთან დაკავშირებით. ხალხო აირჩიეთ რა მხარე რა? ან ხართ ერთიანობის მხარეს და ჩვაგზელებთ წინააღმდეგობას, ან იყავით ივანიშვილის ლეგვის ფოთოლი. ესეა კი, სიცხადეა საჭირო. კი, ის რა ქვია, ივანიშვილმა ანეკდოტი რომ მოყვა და არც თვითონ რო არ გაეცინა. თქვენ რა გონიათ, ანეკდოტი იყო, იყო მისი მეტაფორა. შედი ხალო ბუტკაში. არავინ არ აპირებს ივანიშვილის ბუტკაში სიბნელეში შესვლას და ვინც შევა, ის დაისრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას და მე არ მინდა ჩემი მეგობრები იქ ვიხილო. ოპოზიციიდან, დემოკრატიული ოპოზიციიდან და ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ რომ აუხსნათ რომ ეს არის ღალატი არა პარტიების, არა ხალხის ღალატია, მერაბ. იმ ხალხის ღალატია, ვინც ეხლა რუსთაველზე იკრიბება გზის გადასაკეთად. ამიტომ ეხლა მე ჯანდაბას ყველაფერი წყალს წაუღია პარტიები, პოლიტიკა, თქვენ რა გონიათ, ყველას გააუქმებენ ესენი. ამას პირდაპირ იძახიან. ჩვენ თუ ეხლა ერთმანეთს ხელი არ ჩავკიდეთ, ერთად წინააღმდეგობა არ გაუწიეთ, ლაპარაკი რეჟიმზე, აი ისე ვერ გამოხვედით ამ სააკაშვილის ხსენებიდან, აი ამ
ჩარჩოდან ვერ გამოვიდა ვიღაცები ისე არიან დაკომპლექსებულები რა დროს სააკაშვილია კაცო ხალხი უკვე მარსზე კოლონიზაციას იწყებს მე რაზე ლაპარაკობთ რა დროს სააკაშვილზე ლაპარაკია როდესაც ქვეყანას ყარგავთ და ვინც ამას ვერ ხვდება ის უნებლიეთ თუ ნებსი თუ უნებლიეთ თამაშობს ივანიშვილის თამაშს ამიტომ ვისაც უნდა ლეღვის ფოთოლი იყოს ვისაც უნდა იმ ბუდკაში შევიდეს ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას ერთიანად და გასახსნელი მიკითხა რომ რა ხდება ბოიკოტის მერე რა ხდება ბოიკოტი შეიძლება ჯერ გამოვიდა და ბოდიში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ბრძოლა პარტიული ჩარჩოები თუ ექნება ბრძოლას ყველა დამარცხდება არა თუ გაქვთ ან ვართ ერთად რუსთაველზე ან ვართ ერთად ციხეში აი ეს მოცემულობა და პარადიგმას თავაზობს ივანიშვილი. ჯერჯერობით ერთად არიან ციხეში პოლიტიკურმა. ხოდა ჩვენ შეუერთდებით. ორი სიტყვით ვიტყვი უბრალოდ იმაზე, რომ ამბობენ, რომ აი ხალხი აღარ გამოდის და სამწუხაროდ ჩვენ მხარეს მყოფი ძალებიც ხანდახან ქართული ოცნების პროპაგანდასავით იმეორებენ, რომ რაღაც 200-300 კაცია რუსთაველზე. ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ის ფაქტი, რომ უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი იმის ფონზე, რომ დემოკრატიული ძალების მხრიდან სამწუხაროდ არ ყოფილა სიცხადე, მოქმედების სიცხადე მთელი ამ თვეების განმავლობაში ეს უკვე არის აღსანიშნავი და სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე და ვკითხე რა პროტესტი ახსენდება ამდენი ხნის განმავლობაში ესე ყოველდღიური არსებობდა რაღაც პროტესტები რა თქმა უნდა ისეთი რომ უფრო ხანგრძლივადით იყო მაგრამ ასე რომ ყოველდღე ამდენი ხანი მხოლოდ საქართველოს გაახსენდა ხელოვნურ ინტელექტსაც და ეს მუხტი რომ არის და მარტო ის 200-300 კაცი არ არის ესე რო ამბობენ ჯერ ერთი მეტია ის 200-300 არ არის მეტია მაგრამ თუნდაც დასტურდება იმით რომ მათე დავითის განაჩენის დროს სპონტანური რამხელა აქცია იყო 29 ივნის ასევე რამხელა აქცია იყო და თან არც არანაირი დაპირება რომ რამე ისეთი გეგმა გამოცხადდება არ ყოფილა ხალხმა დააფიქსირა რომ არის და არის ყოველდღე ქართულ ოცნებასაც რატო უწევს რომ დაუშვათ გადაკეტვა დაუშვას რუსთაველის იმიტომ რომ რამდენჯერაც ცადა რომ არ გადაეკეტინებინა ხალხისთვის იმდენი ათასობით მეტი გამოვიდა ნუ ხალხს ეს ხალხისთვის რუსთაველის გადაკეტვა არის აღქმა რომ პროტესტი მუდმივი არის და ანუ ის ადამიანი შეიძლება ფიქრობს რომ კარგი დაუშვათ გადაიკეტა დღეს ჩემს საქმეს მივხედავ მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია რომ იკეტება და ეს არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ხოლო და ცოტა პესიმისტური და ესე ვთქვათ, აი ისეთი მომენტია, რომ იცი რა, ხალხი აღარ გამოდის და წავედი, ამიტომ იქნებ რაღაც საკრებულოში 2-3 ის მაინც გამოვგლიჯო და ეს არის ჩემი აზრით, ნუ პროტესტის ღალატიც არის და პლუს ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ ეს იმისთვის არის საჭირო, რომ პროტესტს დავამატოთ შრე და დავამატოთ ცოტა ნაპერწკალი და რა ვიცი, მერის არჩევნების გაყალბებას რატო ელოდები, რომ ნაპერწკალი დაამატო, ახლავე ჩადე მთელი რესურსი, ხალხი თუ ურესურსოთ აბსოლუტურად ყოველდღე გარეთ არის, პარტიებმა და ძალებმა რესურსებით ჩადონ პროტესტის დივერსიფიკაციაში წარმოიდგინეთ როგორი პროტესტი. აი სწორედ ეგ არის ის შეცდომა, რაც დაუშვეს პარტიებმა და დავუშვით პარტიებმა ამდენი ხანი ამ დაუსრულებელ მსჯელობას გადავაყოლეთ საზოგადოებრივი რაღაცა ძალის კონსოლიდაცია, რაც გჭირდებოდა. როდესაც პროტესტმა იკლო, ამ დროს რა დროს იკლო, ეს იყო სწორედ იმ დროს, როდესაც პარტიებმა დაიწყეს გაუჩერებელი მსჯელობა თვითმმართველობის შესვლა არ შესვლაზე. იმის ნაცვლად, რომ კონსოლიდირებულად ჩვენ საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გველაპარაკა ნებისმიერი ადამიანის რომ პროტესტი რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, დელეგიტიმაცია რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, ქართული ოცნება მით უფრო სუსტდება, მით უფრო ჩქარდება სანქციები და მით უფრო სუსტდება რეჟიმი და მე ის შეგროვებული ხალხი, რომელსაც ასევე რეგიონებში ითხოვენ, მე ის სიტყვაც რომელსაც თავს არიდებენ, რევოლუციაც მოხდება სუსტი ივანიშვილი, რომელიც ვერ აგვარებს პრობლემას, ქართული ოცნებისთვის არის პრობლემა. აქამდე მათ თუ სჯეროდათ რომ ივანიშვილი მოუგვარებდა პრობლემას ვერ აგვარებს ივანიშვილი. ამიტომ პროდასავლური პარტიების თავარი ამოცანა რომ ივანიშვილი შესუსტდეს როგორც ქვეყნის შიგნით და ამაზე გჭირდება ხალხთან ლაპარაკი რომ აქციები გაიმართოს არა მარტო თბილისში, რუსთაველზე, არამედ რეგიონებში ერთდროულად, პარალელურად რომ არ არსებობდეს არ იცოდეს პოლიციამ სად გაიქცეს რომელ რეგიონში და სად იყოს ეს არის ანუ ქსელური უნდა იყოს ეს ყველაფერი ამას საერთაშორისო გამოცდილებაც გვეუბნება აქციების მშვიდობიანი აქციების და ასე შემდეგ ამიტომ ამაზე უნდა გვემუშავა და მე აღარ მოუწევდა გახარიას წუწუნი და მათ შორის ლელოსაც რომ ეგრეთ წოდებული 200 კაცია და ამიტომ კრიმინალურ არჩევნებში შევიდეთ და ახლიდან დაველოდოთ ნაპერწკალს რომელიც წინასწარ განსაზღვრულია რომ წააგებ ანუ აი ეს რა ლოგიკაა ვერავინ ვერ ახსნა ოღონდ ბოლომდე გასაგებია მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის გიორგი ბუტიკაშვილი პარტია ახალი ლაშა
ფარგლავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მარიკა მიქიაშვილი, დროას წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავუბრუნდებით. გადაცემის დასაწყისში გაგაცანით ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც თუ ადმინისტრაციულ ჯარიმას არ გადაიხდის ადამიანი, შემდეგ მას ციხეში მოუწევს წასვლა 60 დღით დაახლოებით და ის რომ სასამართლოში გადაღება აიკრძალა, ამაზე უკვე ვიცით. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. ალეკო ცკეტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის თავმჯდომარე. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ატო პირველი დავიწყებ აი დღევანდელი პრესკონფერენციის თემით ხო ისევ ეს მოთხოვნა რაღაც პირადი ინფორმაციას შემდეგ და მართლა შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს რომ არასამთავრობო სექტორის წევრების დაიჭირონ საბოლოო ჯამში ხო ნუ ახლა ამათგან გამორიცხული არაფერი არ არის ანუ უკვე ესეთი მოკლედ ამათი მთავარი გასაკეთებია ხო ანუ მთელი ამ დროის განმავლობაში ხედავენ რომ ეს პროტესტი არ ჩერდება ხედავენ რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აგზელებენ აქტიურად მუშაობას ისევე როგორც ჩვეულებრივ, მათი ამოცანა როგორც პირველი რუსული კანონის დროს, ეხლაც მათ შორის რომ სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა, ანუ სამოქალაქო ორგანიზაციები რასაკეთებენ, ხო და ძირითადად რომლებიც აქვს ფოკუსი, რომელიც უწევენ ზედამხედველობას, ანუ არჩევნებს აკვირდებოდა, რომელიც კორუფციულ საქმეებს სწავლობს და არაერთი კორუფციული საქმე აქვს გამოტანილი, რომელიც მუშაობს ისეთ საქმეებში, სადაც ადამიანების წამება ხდება, იურიდიულ მომსახურებას უწევს დაზარალებულებს და არაერთი იურიდიული მომსახურების სერვისი ქონია. ანუ ესეთი ორგანიზაციებზე მიდის შეტევა და მოთხოვეს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც აი ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ანუ, ოდესაც მუშაობ ბენეფიციარებთან, ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომ ბენეფიციარები, რომელიც მოგმართავენ, ეს სამართლების დახმარება იქნება, ან ოჯახური ძალადობის, ან სექსუალური ძალადობის, ან სხვა ტიპის, რომ შენ თავს განდობს და შენ ამით უწევ მომსახურებას და შენ ამით იცავ მის პირად მონაცემებს კონფიდენციალურად არ გაასაჯარო და ძალიან მაღალი რისკია კიდე ადამიანი ჯერ ბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას და მეორე გარანტი განცდა რომ მისი უფლება დაცულიყო და სპეციალურად აკეთებენ ამას იმიტომ რომ ის დანარჩენი ინფორმაცია რასაც მithomethხოვენ გამჭირვალობასთან დაკავშირებით ამ ყველა ორგანიზაციას ვებგვერდზე უდევს რა გრანტები მიიღო რა შემოსავლები იქონა რა საქმიანობა ყველაფერი საჯაროა მაგრამ სპეციალურად ადები რომ პერსონალური მონაცემები ანუ ეგ ამ კუთხით არის ფაქტობრივად რეპუტაციული განადგურება ორგანიზაციამ ვინც ამას გასცემს და ამავდროულად შენ თავზე უკიდებ მე პასუხისმგებლობას და დღეს ჩვენ კოლეგებმა ძალიან გამბედავად პირდაპირ თქვეს რომ თუ გინდათ რაიმე ინფორმაცია ვებგვერდზეა ამოიღეთ ნახეთ ყველაფერი ეს კონტრაქტები საჯაროა ხა ჩვენ ორგანიზაციას ყველა რა გრანტი მქონდა რამე ყველაფერი საჯაროდ მიდევს ვისაც უნდა შევიდეს ნახოს არანაირი პრობლემა არ არის ხო, ანუ მაგრამ ამ ინფორმაციას არ ექსტრემის აფინანსებენო დღეს თქვა შავობა. ხო, არა, ეს არის შეფუთვა, რომ იგივე ხა ეს აქცია 200 კვირას გაიმართა ევროკავშირის, არ ვიცი რა იყო იქ ხა დაფინანსებულება, სენა, არ ვიცი, ევროკავშირის და პასუხს თხოვდა, რომ ხო, აი იქ ექსტრემისტული მოსაზრებები ისვოდა და რატო არ გვეუბნებიან ვის და სად რას აფინანსებენ და ნუ ამაზე არა. ნუ საერთო ჯამში მიზანი არის თავიდან ბოლომდე რომ მოგთხოვ ისეთი რაღაცა ჩაგიდონ ამ მოთხოვნაში, რომლის შესრულება უბრალოდ შეუძლებელია რა. როგორც სტანდარტებით, ეთიკური სტანდარტებით, და უბრალოდ საერთაშორისო ყველა პრინციპებს ეწინააღმდეგება, თორე გამჭირვალობას ის საკითხები ამათ გამჭირვალება არ აინტერესებს, ეგ არის ტყუილი. ამათ აინტერესებთ, რომ რაღაცნაირად შენ ისეთი გზით მოგიდგენ, რომ რაღაცა ისეთი ნაბიჯი გადაგადგმენ, რომ მე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიქმნან. და ამ მოთხოვნებს ზუსტად ამას ემსახურება და შესაბამისად ორგანიზაციები ხადად განაცხადეს, რომ ეს არ აპირებენ და რა თქმა უნდა არ გააკეთებენ რომელიმე ორგანიზაცია, ვინც ახლა უამრავი ორგანიზაცია, ესე იგი ხალხი მოგბარდავს ოჯახური ძალადობის, კონფიდენციალურ სექსუალურ ძალადობის და ეხლა უნდა გაუმჟღავნო ამ თავრობასთან არასანდოს, რომ ვინ მოგმართა და ასე შემდეგ, ნუ რაღაც საოცარი სიგიჟია, ხო და ამიტომ შესაბამისად ეს ხალხი ბოლომდე არის ამ წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ხა თავს მოვიტყვეთ, რისკი არის ყველასთან მიმართებაში, არის, მაგრამ ნუ იმის ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რისკი არის, რომ ფაქტობრივად ორგანიზაციის რეპუტაცია და ორგანიზაციის შინაარსი ეცლება მაშინ, რას ემსახურებს, შენ ადამიანებს, შენ ემსახურები ადამიანებს. და შენ თუ ადამიანებს და მანთან დობას უღალატე ამ პროცესში, მაშინ რისთვის იხდები? ადამიანის უფლებების დაცვა, აი ზუსტად ამას გულისხმობს და შესაბამისად ამაზე უნდათ იერეშისთან რომ ეს სოლიდარობა გვერდში დგომის ელემენტი გამოგაცალონ. რომ შენ არ შეგეძლო წინააღმდეგობის ეფექტურად გაწევა. შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? იგივე ხაი ჯარიმების გადაუხდელობის გამო, არ ვიცი, ეს ადამიანი ეკაბესელი ამყავდა ჩართული და საწყისში, როგორც ხო ცების ყოფილი წევრი და ამბობდა რა ადამიანის უფლებებსაც ეწინააღმდეგება ხეს ხო. ხო ვიღაცა შეიძლება მართლა არ აქვს. ეს ფული რო გადაიხადა. ეს ბოლოდროინდელი რეპრესიების გაძლიერება, დაჯარიმების უპრეცედენტო ფაქტები და სხვა ესეთი გამოვლინებები რეჟიმის მხრიდან, რასაც ხედავთ ჩვენ
ესე უყურებ. მე პირადად ესე მგონია, რომ ეს არის ფაქტობრივად რეჟიმის დასასრული. ეს რეჟიმის ეხლა სულს ღაფავს. ხედავენ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა იზრდება, არათუ მცირდება, არამედ კიდევ და კიდევ იზრდება. ფაქტობრივად არავინ არ აღიარებს მთელ მსოფლიოში და სანქციებზე უწესებენ და აძლიერებს თვითონ რეჟიმიც ამ წინააღმდეგობით თვითონვე ამ წინააღმდეგობას უწევს ამ ბრძოლას. შესაბამისად, რაღაცნაირად ეს სიმპტომები, რასაც ხედავთ, ბოლო გაფხაკურებას უფრო გავს, როდესაც სიკვდილის წინა კრუნჩხვებში არის რეჟიმი. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ღალატის და საბოტაჟის უპრეცედენტო მასშტაბებს, როდესაც რეჟიმი ანადგურებს ყველა იმ მიღწევას და შედეგს, რაც ქართულმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიაღწია, მათ შორის თვითონ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 2012 წლიდან მიღებულ სასიკეთო გადაწყვეტილებებს და კანონებს ფაქტობრივად თვითონვე ანადგურებენ და ეს ხდება ძალიან ცინიკურად ზოგჯერ ეს ანტიდასავლური განცხადებები, როდესაც ფაქტობრივად ორბიტა შეიცვალა ქვეყანამ და პირდაპირ გადავიდა რუსეთის მიმართულებით, გეზი აიღეს პირდაპირ რუსეთისკენ და ხალხის მტრებად აცხადებენ ფაქტობრივად იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ინტეგრაციად ევროპისკენ, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში და ეს კონსტიტუციაში გვიწერა თვითონვე ჩაწერეს, კონსტიტუციაში ეს მუხლდა, ეს არის მართლაც ქართველი ხალხის და საქართველოს მიზანი, რომ ევროპის კავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიაღწიოს ქვეყანა, მაგრამ ამას ახლა თვითონვე ჯერ ერთი რომ გადაუსვეს ხაზი, შემოაბრუნოს ქვეყანა რადიკალურად რუსეთისკენ და თუ ეს წინააღმდეგობა არ გაგრძელდა, გამოსავალი რა არის? ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა, სამოქალაქო დაუმარჩილებლობა და პროტესტი, რა თქმა უნდა, თუ რეჟიმს, ასეთ რეჟიმებს ზოგადად კვებავს მორჩილება და შიში, თუ ქართველი ხალხი ეხლა ამას გადაყლაპავს, რასაც ეხლა ეს უკანონო ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზით და ძალადობით გაბატონებული ეს გუნდი შეძლებს, რომ თავისი გაიტანოს, ჩვენ დიდი ხნით უკვე ვეღარ შევძლებთ საქართველოს გათავისუფლებას არა მხოლოდ ამ რეჟიმისგან, არამედ რუსეთისგან, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსეთი დაბრუნდა საქართველოში, ჩვენ ახლა ვართ იმ ავტორიტარიზმის პირობებში, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და შემდგომ წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, რომ აქ თავისი გავლენის ხელისუფლება ყოლოდა და ფაქტობრივად ამას მიაღწია, თუმცა ის წინააღმდეგობა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ქუჩებში, ხარდაჭერაც აქვს ქართველ ხალხს დასავლეთიდან, ეს გვაძლევს იმედს, რომ ეს რუსული რეჟიმი დამარცხდება და რითაც დავიწყე. სწორედ იმით დავამთავრებ, რომ ეს არის ფაქტობრივად ბოლო გაფხაკურება, ეს რეპრესიები, ეს მიზანმიმართული დარტყმები, კანონების ცვლილებები, რათა გამყარდეს და გაიმყაროს შედეგი. არასაბოლოოში ხო რაღაცებს აღარ უნდა აქციაზე გასვლა, იმიტომ დაჯარიმების ეშინია. ეხლა ციხე თუ იქნება მით უმეტეს და ასე ვიღაცები ცემეს, ვიღაცები დაიჭირეს და ესე გამოხშირეს ეს. უფრო მოკლე ეფექტი აქვს ამას ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაინც ხდება ამ პროტესტის აზვირთება პერიოდულად, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა სფეროში, არა მხოლოდ უფლებადაცვის სფეროში, არამედ ნებისმიერ სფეროში იქნება სოციალური მდგომარეობა, ადამიანების ფასები ძვირდება, ხო? ხედავთ და გასაგებია, რომ რეჟიმს არა აქვს ეს ეკონომიკური საყრდენები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესდება, რაც ადრე თუ გვიან გამოიწვევს ამ ტალღების პერიოდულად აზვირთებას, პროტესტის ტალღების და რაც მეტად გაიცნობიერებს საქართველოს ხალხი ამას, რომ გამოსავალი არის წინააღმდეგობა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მით მეტად ეფექტური იქნება ამ რეჟიმთან ბრძოლა და გამარჯვება. კი ბატონო, რატო შენ რას ფიქრობ? აი თქვენი აზრით მაინტერესებს ასევე არჩევნებზეც და რა პროტესტის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენია, რამდენად შეიძლება ეფექტური იყოს ეს გზა? თუ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა იყოს უფრო ეფექტური.
მე ვფიქრობ, ეხლა პროტესტზე ვიტყვი ჯერეთი მიუხედავად იმისა, რომ აი რამდენი მეთოდი გამოიყენეს და ყოველდღე ახალ-ახალ, რატო იგონებენ ახალ-ახალს? იმიტომ რომ ეს ეფექტური არ არის. მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიღაცას განცდა რომ ეს პროტესტი იქნებს, მე სად დააბრძოლა პროტესტს ერთ ადგილზე ქუჩაში დგომით და ეს ამით არის ზომება. იმიტომ რომ აი მაგალითად ორ დღეში დაორგანიზებულ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. რა თქმა უნდა, რაღაცა სუსხავი ეფექტი გავლენა აქვს, მაგრამ ხალხი მუდმივად ცდილობს დაუმორჩილებელ რეჟიმში იყოს, ადაპტირდეს და მუდმივად გააგრძელოს პროტესტი. რაც შეეხება არჩევნებს, ეხლა მე ცოტა ეხლა დღეს საინტერესო კვლევის შედეგებიც დაიდო ზოგადად და განწყობებსაც აჩვენებს. ეხლა მე მქონდა ზოგადად მოლოდინი განცდა, რომ ჩემთვის ბევრად კომფორტული იქნებოდა თუ პოლიტიკური სპექტრი რაღაც საკითხზე იქნებოდა კონსენსუსი, ხო? სამწუხაროდ არ უჩენს პირი ამ კონსენსუსს, ნუ ნახო დაველოდოთ ჯერ კიდევ არის იმედი, მაგრამ ამ მოცემულობაში ხა მე არჩევნების დამკვირვებელიც ვიყავი. მე ვნახე მიუხედავად იმისა, დამკვირვებელი ვიყავით, ფოტო გადაღება შეგვიძლია რაქნეს მაშინ, ხო და ამ პროცესში გარდა იმისა, რომ ბევრად არის გაუარესებული, ვერავნაირი დამკვირვებელი იქ ვერ იქნება. მოდი ხა უბრალოდ სამხარაკო ორგანიზაციების არც დამკვირვების უფლება ექნება, არც რესურსი აღარ გააჩნია აქ თვალსაზრისით. დამკვირვებელი იქ არ იქნება. ფოტო გადაღება იქ არ შეგიძლია. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ციხეში არიან და ახლა არჩევნები ვისთვის დარდება, ეხა ლოგიკურად რო შეხვედრა. და არანაირი უბრალოდ შინაარსია გამოცილი და ამას დამატებული კიდე რამ პროცესში ისე არის აჩქარებული ეს რეჟიმი, ხო? კიდე რამდენად დაიწყებს ამ პოლიტიკური ლიდერების კიდე ამ იზოლაციას და ასე ვთქვათ. ამიტომ შესაბამისად მე ვფიქრობ, უნდა იყოს ძიება ამ პროცესში, ბრძოლის რაღაცა ალტერნატიული გეგმის შეთავაზება უნდა მოხდეს, რომ რა ადამიანების რაღაც განმოვარსებთ ფოკუსი მოხდეს ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი არის ბოიკოტი და დაუმორჩილებლობის ის ფორმების შემუშავება, რომელიც შეიძლება დღეს არ არის ბოლომდე გაცხადებული, ხო? არის სხვადასხვა იდეები, ჟღერდება, ხო? იქ სხვადასხვა მაგალითად იმ დღეს რაღაცა შეკრებასთან ალტერნატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცაზე უნდა მოხდეს ფოკუსი, იმიტომ რომ ბოიკოტი არის ამ არჩევნებში შესვლის შინაარსია გამოცული, გავლენის მოხდენის რესურსი, აი მე ეფექტს ვერაფერთ ვერ ხვდები, როგორ შეიძლება მოახდინო, იმიტომ რომ ესე მედიაზე შეტევაა, ანუ ყველა თვალსაზრისით, იქ ოქროს იქიდან ვერ გამოიტან და როგორ უნდა დაიცვა, ან ხმა რაღაცა, ხა ილუზია არ უნდა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, ხო? ხა რაღაცა რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ, კონსენსუსი რაღაც საკითხთან დაკავშირებით და რო ყოფილიყო, ყველა პოლიტიკური პარტია რაღაცაზე ერთად მიდიოდა ბრძოლაში, აქ შეიძლება კიდე რაღაც ლოგიკა დაგენახა, რომ რაღაცა ბრძოლის ველად წარმოგედგინა, მაგრამ ხა ამ პროცესის გახლეჩვის შემთხვევაში ძალიან დამაზიანებელია. მე იმიტომ მგონი რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა იმდენი პოლიტიკური სიმწიფე, რომ ასე არ დატოვებენ ბრძოლის იმას, რომ გახლეჩილი იყოს პროცესი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო სცენარი, რაც ახლა ამ რეჟიმს აწყობს, რომ ნახევარი იქით, ნახევარი აქეთ და ამ შემთხვევაში ეს ბალანსიც იცვლება და ბევრად უფრო უადვილდება ბევრი რაღაცის გაკეთება და ამიტომ მე ვერ მოვისმინე ამ ეტაპზე ამ დამაჯერებელი არგუმენტი, რატო შეიძლება ღირდეს, ხო? ანუ და რა შეიძლება გავნა? არა, ხო, ან რაიმე პოლიტიკური აქტივი მიიღო, ან მეტად მობილიზო. თბილისში შეგვიძლია მოგებაო, ერთ-ერთი არგუმენტი ეს არის. ხო, ну, მე არ მგონია რომ ეგ სტორი იყოს, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ რა. ყველა პოლიტიკური ლიდერი პარტია რო შედიოდეს ამ ბრძოლაში შეიძლება რაღაცა კითხვების დასმა, მაგრამ სხვა შემთხვევაში თან არის, იცით ეხა იმდენად გამარტივებული აქვს ყველაფერი, ხო, შიგნით ამ კუთხით. ოქროების გადაწერა იქნება, ფოტო ვიდეო გადაღებას ვერ მოახერხებ და ასე შემდეგ, მე კიდე არის იმედგაცრუება იქნება კიდე დამატებდი ადამიანებს და გარდა ამისა კიდე უდიდესი იმედგაცრუება საზოგადოებაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან წარმოუდგენლად მეაჩნია ეხლა თითქმის რომ როგორ შეიძლება ამ მომრჩევლების უდიდესი ნაწილი ეხლა კვლევა მაჩვენა დაახლოებით 70%-ამდე ოპოზიციურ ამომრჩევლს არ უნდა. დაახლოებით ოპოზიციურს ვამბობ და თლიანად არის რაღაც გაყოფილი ხა თავიანთ ამომრჩევლებს ხადია მოიყვანენ ხა არჩევნებზე მობილიზების შემთხვევაში და მცირე ნაწილი ოპოზიციის რომელიც შეიძლება ფიქრობდეს და ესეც კამპანიის შემთხვევაში შეიძლება დაარწმუნო რომ არ მოვიდეს ახლა ამ ნაწილის მე ვისთანაც კომუნიკაცია დაარწმუნო რომ კიდე ამ ფარსში შეიძლება შევიდეს უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ მოცემულობაში ამიტომ მე ამ მოცემულობაში ვერანაირ ასე ვხედავ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის ალტერნატიულ გზებზე და ფორმებზე რაც შეიძლება მალე კონსენსუსის მიღწევა და ამაზე ფოკუსის გაკეთება, რომ გადაერთოს ყველა ამ ბრძოლის მეთოდებზე და რაღაცნაირად ეს გახლეჩილობა და აქეთ-იქით პროცესის წარმართვა ავიცილო თავიდან, იმიტომ რომ ეს იქნება უდიდესი შეცდომა ყველას მხრიდან. გასაგებია, ალეკო, შენი პოზიცია როგორია ამ თემაზე? ადამიანის უფლებათა ცენტრიც ასევე არის არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია და რა თქმა უნდა ვიზიარებ იმ სურათს, რაც ტატომ აღწერა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ნახეთ, როდესაც ფაქტობრივად გაყალბდა მასობრივად არჩევნები და ამ არჩევნებს როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საერთაშორისო ხო და ეგ არგუმენტი აქვს, პირიქით რომ თბილისში გაყალბების პირობებშიც მოვიგეთო და
ეხლა ერთიანობის პირობებში რაღაცა რატო ვერ მოვიგებთ? იქნება ერთიანი. აი ეს მარტო თბილისი რატომ აქვს გამოცხადებული? ნუ ის იქნება, რადგან წინარჩევებზე მოიგეს. ხო, ანუ აქ არის საუბარი სააკაშვილმა რომ მოიგო ერთ დროს არჩევნები და იმის მერე ძალიან დიდი დროც გავიდა თვითონ რუსეთმა დახვეწა ტექნოლოგიები და თავის ხელდასმულ მარიონეტებს, რა თქმა უნდა, ეს ვინც ამ ტექნოლოგიებს ამუშავებს, კარგად აძლევენ ინსტრუქციებს თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ, ეს რეჟიმი არ აპირებს, რომ ეს არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები, რასაც თვითონ ნიშნავს, თვითონვე დათმოს და წააგოს, შესაბამისად აქ ამ არჩევნებში გამარჯვება, არჩევნებში, რომელიც მთლიანად უსამართლო გარემოში იქნება ჩატარებული, იმ ცესკოს პირობებში, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ფაქტობრივად და გააყალბა არჩევნები, შეუძლებელია, რომ აქ რაიმე პროგნოზი გააკეთო ოპოზიციის გამარჯვების მიმართულებით და მით უფრო ტატომაც აღნიშნა ვერთანხმები, რომ ერთიანობა არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ხა გუშინ რაც განაცხადეს ემხრობა რომ არ შევიდნენ ამ არჩევნების ანკესზე არ წამოაგონ და რჩება 2-3 პარტია რომლებიც ყოყმანობენ თუ მერყეობენ და აქაც ალბათ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი საბოლოოდ, იმიტომ რომ გახლეჩვა არის პირდაპირ იმ წარმოშობს იმ პრობლემას, რომ ვაძლიერებთ ამით რეჟიმს. აქ რაც შეეხება სხვა გამოსავალს მე ისევ გავუმეორებ, ეს არის წინააღმდეგობა, ბოიკოტი, დაუმორჩილებელობა იქ სიტყვა რევოლუციაც ახსენეს და არ უნდა შეგვეშინდეს ამ სიტყვის ილია ჭავჭავაძე ამბობს ამას მგზავრის წერილებში რომ რევოლუცია ამ სიტყვამ არ უნდა შეგვაშინოს აქ არ არის საუბარი რუსული ყაიდის რევოლუციაზე როცა ნოემბრის რევოლუციაზე ფიცლებით და რაღაც ცელებით შეერაღებული ხალხი არ მივა იქ ბოტანიკურ ბაღში და არ გადმოაგდებს ოლიგარქს თავის სახლიდან აქ საუბარი არის მშვიდობიან რევოლუციაზე, ხავერდოვან რევოლუციაზე, რაც ქართველი ხალხის ბუნებაში არის და უკვე ქონია ამის გამოცდილება და მაგალითი, ამ მეთოდებით შესაძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება და რევოლუციამ, დიახ, ამ სიტყვამ არ უნდა შეგვაშინოს და რევოლუციაც არის ერთ-ერთი გზა, რომ ეს რეჟიმი მოუშოროთ თავიდან. ხო, მესმის, მაგრამ ეს სიტყვა ბევრს აქეთაც აშინებს, იქეთაც აშინებს და დღეს აგერ თქვი წინა ბლოგშიც, რომ ზაზა შათრიშვილმა, რომელიც თითქოს ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებს ხოლმე როგორც წესი, გამოაქვეყნა ბლოგი, სადაც წერს, რომ აი სვერპლი უნდათ უკვე დაიწყეს ამას ლაპარაკი, რომ რევოლუციისთვის ჭირდება სვერპლი, რაღაცა შეიძლება უკვლელობა მოხდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, ამ მიმართულებით არ ვიცი, ან განწყობა რამდენად არის მოსახლეობაში, ხო, ისე ჩანს, რომ თითქოს რაღაც ხალხი შეეგუა და ვიღაცებმა ნახე ვერ დაინახეს რაღაც კონკრეტული გეგმები, ვერ დაინახეს კონკრეტული შედეგი და პროტესტში ისე აქტიურად აღარ არიან ჩართული და ასე შემდეგ. აი, როგორ წარმოგიდგენიათ პროტესტის გაგრძელება, კითხვა ეს იქნებოდა. რა შეგვენა არ ვიცი, იმიტომ რომ ხა ერთადერთი რასაც სწორად არის ის რომ უნდა იყოს სიცხადე ამ სპექტში რა მიმართულებით მიდიხარ, ეს აუცილებელია. მე ვფიქრობ პროტესტს უნდა ქონდეს შემდეგ გაგრძელება. ხა როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ აქვს, ხო? ანუ არც ერთი სახელმწიფო არ აქვს, ანუ არც სასამართლო, არც აღმასრულებელი, არც საკანონმდებლო, არც სასამართლო, ეხლა მედიის შეტევა მედიაზე, ანუ ფაქტობრივად სინარსია გამოცილი. ამ დროს რჩება მხოლოდ ერთადერთი რამ, ეს არის პირდაპირ დემოკრატიის გზა. დემოკრატიის პრინციპი ეს არის ხალხი, ანუ ჩვენ ვამბობთ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. კონსტიტუციით არის გარანტირებული. არის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ იმიტომ იქნება ეს პრინციპები, რომ ადამიანებმა არ მიმართონ სხვა ფორმებს ბრძოლის. არის ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი მიღებული. ანუ პირდაპირ დემოკრატიის პრინციპი არის, რომ ხალხმა უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება. რა ფორმით მიიღებს ხალხი გადაწყვეტილებას? და თვითონ შექმნას ეს იქნება პარალელური თუ სხვა ტიპის სტრუქტურები, რომელიც შვიდობიანი ფორმით კიდევ ერთხელ ხაზგავთ, წინააღმდეგობას გაუწევს ამ რეჟიმს, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. ამიტომ, როდესაც სხვა არჩევანი არ გაქვს, წინააღმდეგობა, დაუმორჩილება და ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღება შვიდობიანი ფორმით არის ერთადერთი ალტერნატივა. ამას რა ფორმას შეძენს პოლიტიკური სპექტრი, როგორ შემოგთავაზებს, ეს უნდა მოიყოს უკვე დისკუსიის საგანი და შემოთავაზება. ეს იქნება ახლა ზოგს აქვს მოსაზრება ალტერნატიული არჩევნებზე, ეს იქნება საერთო სახაცა ყრილობა იმ დღეს შეკრება, რომ ხალხის პოზიცია იყოს დაფიქსირებული, იმიტომ რომ სხვა არჩევანი, როდესაც შენ ინსტიტუტები უბრალოდ არ აქვს,
ძალიან ბევრი გამოცდილებები არ შეუძლია, არის თეორიები ამასთან დაკავშირებით ამ კუთხით, როდესაც ეხა საბჭოთა რეჟიმის როცა ებრძოდნენ მაშინ ასე ვთქვათ 90-იან წლების ბოლოს ბალტიისპირეთში თუ საქართველოში მსგავსი გამოცდილებებიც არის დაგროვილი და ფაქტობრივად იგივე ფაზის გავლა გიწევს შენ, როდესაც ამ რეჟიმთან წინააღმდეგობაში გადადიხარ, მაგრამ სულ ამ ალტერნატივა მშვიდობიანს არ აქვს, მაგრამ ამავდროულად დაუმორჩილებლობა, თუნდაც კანონებისადმი დაუმორჩილებლობა, იმიტომ რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი. ეხლა კანონით რომ რასაც გინდა რომ დამიწესებ, ეხლა გარე და ფეხი არ გამოდგაო, რო თქვა და რაღაცა ან კანონი იყო სუიზა ხომე ისა ჰოლოკოსტი რომ მოაწეს ეგეც კანონი იყო როცა გერმ ანუ კანონი არ არის განსაზღვრული სამართლიანი უნდა იყოს და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები არის არსებობს გაეროს და ევროსაბჭოს დონეზე ევროკავშირის დონეზე და შესაბამისად ამ პრინციპებიდან უნდა ამოვიდე და არა ის რომ რაღაცა ეხლა ერთ ხო მაგრამ სად არის ეს წინააღმდეგობა აღარ არის ამაზე არ ლაპარაკობ არა მე არ ვარ მე ვფიქრობ სწორად რომ თუ დავანახებთ ამ ბრძოლის გზას და სწორად თუ დაანახავენ პოლიტიკური ლიდერები ხარ ჩვენ პოლიტიკოსები არა ვარ პოლიტიკური ლიდერები რომ დაუშვათ პოლიტიკური ლიდერები ვერ აკეთებენ ხო აი ეს არის ალტერნატივა ამ პროცესის და ამ პროცესის მიმართ იქნება ფოკუსი გადატანილი ხო საზოგადოების ყურადღებას გადმოეცვა ეხლა არის ის ფაზა მე ვფიქრობ რომელიც ეხლა ცოტა ჯერ კიდევ არის ეს ტურბულენტობა რომ ბოლომდე უნდა დაიწმინდოს და გაიკვეს უკვე ვინ საბოლოოდ რა ბრძოლის ტაქტიკას ირჩევს ვინ რომელ ბანაკშია მარტივად რომ თქვა და მე ამაზე აწყობილი უკვე პოლიტიკური ლიდერება უნდა განსაზღვრონ ეს სტრატეგია მე ამოცებულობით, როდესაც ვერანაირ რესურსს ვერ ხედავ, ხო? იურისტი ვარ და სამართლებრივად ვაფასებ ამას, უბრალოდ რომ სამართლებრივად საერთაშორისო აღიარებული საყოველთაო პრინციპებზე დაყრდნობით, შესაკუთარ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, როდესაც მე ვარ იმ არჩევანის წინაშე, რომ ინსტიტუციები აღარ გამაჩნია, უკვე ამ ბრძოლის ფორმას მომიმართო, რომ ხალხს უნდა მისცეს ძალაუფლება და ამ ფორმით შექმნა შენ რაღაც ალტერნატივა. გასაგებია, მაგრამ პარტიები ვერ ჩამოყალიბდნენ ზოგი იქეთ, ზოგი დაკეთ მოდის, საზოგადოებრივი მოძრაობები კი ეგდები რა პროტესტ ვინც აორგანიზებს რა ბევრია, ზოგი ასე წარმოუდგენია, ზოგი ისე წარმოუდგენია, ზოგი იქით ეკაჩება, ზოგი დაკეთ ეკაჩება და ანუ ერთიანი ასე თქვა, არც საზოგადოებრივი ჯგუფებში არსებობს ერთიანი პოზიცია და ერთი თავი ასე თქვა, არც აქეთ მხარეს არსებობს და ამ პირობებში რა ვიცი რა სტატუს ვეთანხმები რომ ადრე თუ გვიან დაიწმინდება ეს იმიტომ რომ არის რაღაც გაურკვევლობა შეიძლება ასე დავარქვათ და ეს ერთი მხრივ პოლიტიკოსებმაც უნდა გადაწყვიტონ ბოლო-ბოლო რა სად და როგორ აპირებენ დადგომას და ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება უკვე რა გეს მიიღებს ეს წინააღმდეგობა იმის გარდა რომ ასეთი უსამართლო კანონების პირობებში გვიწევს ახლა ცხოვრება თვითონ ამ კანონებს ვინ იღებს ამას აქვს მნიშვნელობა სათავე რომ ამ კანონებს იღებს არჩევნების გაყალბებით გზით მოსული ეს ჯგუფი ქართული ოცნება ეს უკვე არის საწყისი იმისა რომ ვიფიქროთ რომ თვითონ ამ ეს ხელისუფლება თავშივე უკანონო და ამ ხელისუფლების წასვლა არის ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, რაც თავარი მოთხოვნა, რაც არის რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რეალურად ეს ასახავს სწორედ ხალხის მთავარ მოთხოვნას მიზანს, რომ უკანონო ხელისუფლება, რომელიც ძალადობით არჩევნების გაყალბებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, შეიცვალოს და ქვეყანა ჩადგეს ისევ განვითარების ბუნებრივ კალაპოტში, ეს დემოკრატიული განვითარება, რაც იყო და ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც მიიღო ქვეყანამ, ეს არის ზუსტად ხალხის მონაპოვარი და ამას ჭირდება დაცვა. თუ ჩვენ ამას არ დავიცავთ, ანუ ხალხს გულისხმობ იგივე პოლიტიკურ პარტიებს დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს ქართული ოცნების გარდა, ფაქტობრივად საქართველოს გადაეშვება ძალიან დიდ უფსკრულში, საიდანაც ამოსვლა შემდეგ ძნელი იქნება. ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ქართულ ხალხში არის ეს რესურსი, იმ პოლიტიკურ პარტიებშიც არის რესურსი, რომ ეს გააზრება მოხდეს და ვიყოთ მეტად ოპტიმისტები, ვიდრე პესიმისტები და ვთქვათ, რომ ეს არაფერი არ გამოვა და ჩამოყაროთ ყურები. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ალეკო ცხეთიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის თავმჯდომარე იყვნენ ჩვენი სტუმრები, ჩვენ საუბრობდით ქვეყნის შექმნილ ვითარებაზე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გეშორებთ ხვალ და ხვალ შვიდის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.